ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა. როგორც ინფორმაციაშია განმარტებული, ამიერიდან მათ მოეთხოვებათ ვიზა ოფიციალური მიზნებისთვის შენგენის ზონაში შესვლისას და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზების შეჩერების ახალი გაძლიერებული მექანიზმის გამოყენება ხდება. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ხაზგასმულია, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულების, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროში მიზანმიმართული და მუდმივი დარღვევის საპასუხოდ. ევროკომისია განმარტავს, რომ ვიზების ლიბერალიზაციის მიზანია ხალხთა შორის კონტაქტების ხელშეწყობა და საერთო ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის ხელშეწყობა. ევროკომისიის მიერ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ძალაში დღეს უკვე შევიდა და 12 თვის განმავლობაში 2027 წლის 6 მარტამდე გაგრძელდება. კომისიას ასევე შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომების გავრცელება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. ამ დროის განმავლობაში სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. კომისია მკაცრად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას კონსტრუქციულად ჩაერთოს ამ პროცესში, აღნიშნულია ინფორმაციაში. კიდევ ერთი თემა, რომელზეც დღეს გადაცემაში სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, ეს არის აქვს თუ არა მეორე შანსი ქართულ ოცნებას. ფაქტია, რომ ოპოზიციას დაასწრეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში ორდღიანი ვიზიტი დააორგანიზეს. როგორც იუწყებიან, საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს კონგრესმენებთან, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე მოინახულეს და სიტყვითაც გამოვიდნენ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე. ოპოზიციის შეფასება ოცნების დეპუტატები ამერიკულ ვოიოშთან დაკავშირებით დაახლოებით ასე ჟღერს. მაინც ვერ გაფრინდებიან. თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტიდან ფორმულასთვის გამოგზავნილი წერილობით პასუხში ურთიერთობების აღდგენის კიდევ ერთი შესაძლებლობა იკითხება. ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილ წერილში. აქვს თუ არა ოცნებას მეორე შანსი და ხომ არ შეცვლის სახელმწიფო დეპარტამენტის ეს პოზიცია ოპოზიციის გეგმებს ამერიკაში ვიზიტთან დაკავშირებით? ამ და სხვა საკითხებზე გიგა ბოკერია, პარტია ფედერალისტების ლიდერია, ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა შესწავლობისთვის. პირველ რიგში დავიწყოთ ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც მეორე რო დავიწყოთ, რო გთხოვთ. კი ბატონო. როგორც ხდებათ საერთოდ? უხوار რომ მცირე შეცდოება უნდა შევიტანოთ. როგორც ყოველთვის ტრადიციულად ფაქტებზე დაყნობით. კი ბატონო, აბა დავიწყოთ. ხოლმე ოპოზიციამ ჯერ რომ ოპოზიციამ არ ვიცი რა გულისხმობ თუ ალიანს გულისხმობ. ალიანს გულისხმობ, კი ბატონო, დავაზუსტებ ოპოზიციას. დავაზუსტებ მაგისას ხო, ჩვენ შეიძლება განსხვავების თქვი ვიხმართ და დამოკიდებულება საერთოდ ამ მოვლენის მიმართ. მაგრამ თავარი რაზეც თქვენი ცნებართ შეცდოება შევიდან, თქვენ მზადეთ მაინცო და ახალი რაღაც მოხდაო. ეს პოზიცია შეერთებული შტატების არის ერთ-ერთი გამეორება წინა განცხადების. თვეების წინ გაკეთებული ორჯერ იგივესი. და ის ნაწილი, რომელიც თქვენ სულად აკითხეთ, რომ უნდა ვნახოთ, რომ ივანიშვილის რეჟიმის განზრახვა რო შეცვალოს ის ვითარება, რაც საქართველოსია და შეცვალოს ვითარება იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რის გამოც გაწყდა სტრატეგიული ურთიერთობა, არის სერიოზული. ანუ თქვენთან იცით რა ნაბიჯები უნდა გადადგათო იმისთვის თუ გინდათ რომ აღდგეს ნორმალური ურთიერთობა. ერთია რომ ამ წერილში ახალი არაფერი იყო, დავაზუსტებ მე. ხო, არა, დავასრულებულს, ანუ ეს რაც მე ხა გითხარით, არის იგივე გზავნილი, რაც ყოველთვის იყო. რომ თქვენ, ანუ ვინცაც ძალაუფლება დღეს აქვს ხელისუფლებაში, იცით რაშია პრობლემა. თქვენ უნდა გამოვასწოროთ ეს ვითარება, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა საქართველოს პარტნიორებმა, თავისუფალი საყოველთაოს ლიდერმა, შეერთებულ შტატებმა და სხვებმა დასავლეთში, ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოში, ინგლისში დაინახონ, რომ საქართველოს ვითარება იცვლება. ამიტომ არაფერი სიახლე არ არის, არანაირი მეორე შანსი ეს არ არის. ოღონდ
თავარი საკითხი ჩვენთვის ყოველთვის იყო ჩემთვის ფედერალისტებისთვის ყოველთვის მდგომარეობდა შემდეგში. საერთაშორისო ურთიერთობები სხვადასხვა ფაქტორებზე ხომ დამოკიდებული. შეერთებული შტატები ისევე როგორც დასავლეთის სხვა ქვეყნების სხვა ეტაპზე სხვა ტიპის ხელისუფლებებთან სხვა ურთიერთობებში არიან. ზოგჯერ არადემოკრატიულ ხელისუფლებებთანაც თავისი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოსში ივანიშვილის რეჟიმთან არალეგიტიმური რეჟიმთან მიმართებაში ეს არ მომხდარა, მაგრამ სხვაგან მომხდარა. არაფერს ნიშნავს, ეს განსხვავება ნიშნავს იგივეს, რასაც ნიშნავდა 3 თვის წინამდე. მაგრამ სიტუაცია ეს არ მოცანეთ ამის დაზუსტება. მესმის რომ ერთი იმეორებს ახალს რას ეტყვიან, როდესაც ეს არის მართლა ის ბოლოდროინდელი გახშირებული ვიზიტები, ანუ შეიძლება გვარები და სახელები შემეშალოს, იმიტომ რომ მათთან კომუნიკაცია ზოგთან საერთოდ არ ქონია. საქართველოს საქმეთა მინისტრის მოადგილით დაწყებული, სუსის უფროსით გაგრძელებული და ახლა 20 კაციანი დელეგაცია ისე ვიყო ამერიკის შეერთებული პასუხი არის იგივე. პასუხი არის იგივე, მაგრამ ხომ არ ნიშნავს ეს, რომ რაღაცა პოლიტიკური ვაჭრობის შანსი ქართულ ოცნებას ამერიკის შეერთებული შტატებთან ისევ აქვს. მე როგორ მე ყოველთვის გონია, თქვენ სიახლე წარმოაჩინეთ ეს პასუხი და ეს ასე არ არის ერთი, მეორე. მე არასდროს არ ვაძლევ თავისუფლებას, რომ რომელიმე საქართველოს პარტნიორი შეერთებული შტატების ხელისუფლების ნაცვლად ვისაუბრო, ან ვისპეკულირო რა შეიძლება ნიშნავდეს. ჩვენ დასკვნები რომ გამოვიტანოთ იქიდან რაც საჯაროდ ვიცით. საჯაროდ ვიცით რომ შეერთებული შტატების დამოკიდებულებაში ივანიშვილის რეჟიმის მიმართ არაფერი არ შეცვლილა. იგივე პოზიცია რაც ჰქონდათ, რაც ჩემი აზრით ლოგიკურია. ოღონდ ამის მერე ვაგზავნებდი მე რომც მე შევცდე რამე პროგნოზში, რომელიც არ გამიკეთებია. ხო, ან რამე შეიცვალა და თქვენ თქვით რომ ვაჭრობა და შემდეგ ეგ რა ნეგატიური კონოტაციით სიტყვა არის. ნეგატივი სიტყვა არის. ხო და აი აზრს ვასრულებ. ხო და რამე წინაპირობა ამ პასუხში დაინახეთ? არა, პასუხში არა. დავინახეთ ცდილობაში, ქართული ოცნების ცდილობაც იგივეა. ისინი მუდმივ სხვა ეტაპზე იძახდნენ რომ თუ ჩვენ შეგვეშვებით, ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობა თქვენთან. ეს რიტორიკა, ოღონდ ამას ერთ ხელით ამას იძახდნენ, მეორე ხელით აშენებენ ანტიკართულ პირველ რიგში, მაგრამ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ, ეთნიკურ აზრები დავასრულებ მე. ანტიკართულ, ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ პროპაგანდის ქსელს და დგავენ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა, შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოა, თავისუფალი სამყაროს ინტერესების საწინააღმდეგოა და ეხმარება საქართველოს და თავისუფალი სამყაროს მტრებს, რუსეთს, ირანის საერთაშორისო რეჟიმს და მაგაზე გადავა. ეს არის პრობლემა. ეხლა ამ რეჟიმს უხარია და პროპაგანდისტვის იყენებს ნებისმიერ შეხებას თუ ექნება, ეს ამ ხელს თუ ჩამოართვა. ბუნებრივია. ხო, არა, ბუნებრივი კი არის, მაგრამ ასევე ბუნებრივია, რომ ამას მივცეთ. არ არის ბუნებრივი არის საქართველოს, არა, ისევ, არასწორ კითხვა თუ ყვებ. ბუნებრივი არის ნორმალური ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. უკაცრავად და შეწყვეტილია თქო ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობა, ანუ არაფერი არ შეცვლილა. შეერთებულ შტატებთან გაწყვეტილი. გავიგე და არაფერი ამაში არ შეცვლილა. თქვენ ახლა მკითხეთ, შეიძლება თუ არა შეიქმნას ვითარება, როდესაც რაღაცა ტიპის სტატუს კვო აღდგება ურთიერთობებში. თეორიულად ავტორიტარულ რეჟიმებთანაც მომხდარა თქო ეგეთ რაღაცა. ოღონდ ჩვენი ფოკუსი იმაზე კი არ უნდა იყოს, აი ხელი ჩამოართვეს და ხო არ ნიშნავს ეს რომ რაღაცა ხდება, როცა ამის არანაირი საფუძველი ხარ არ გვაქვს და არ აგვაქვს. როგორც გითხარით, აფერ შეცვლილა, მე ჩემი ინტერპრეტაციას კი არ გეუბნებით, შექმნების პოზიციას ვციტირებ უბრალოდ. ჩვენი პრობლემა არის, რომ ხელისუფლება, რომელსაც ამ ტიპის პრობლემები აქვს, შეერთებულ შტატებთან, დასავლურ სამყაროსთან, რომ აი წვალება ჭირდება და საკუთარი ხალხის პროპაგანდით მოტყუების მცდელობა, რომ იცი, ისე ცუდად არ არის საქმე და ჩვენ აი ნახაზას ვიზავთ და მოხდება, ჯერ როცა ტრამპმა მოიგო არჩევნები ხო იძახდნენ, აი ახლა დადგება რა რიცხვი იყო, აღარ მახსოვს, ინაუგურაციის დღეზე იყო ხოლმე ბრაგი და აი ახლა იქნება ეს ყველაფერი რაღაც სპეკულირებდნენ და საკუთარი საზოგადოების ნაწილი შეცდომას შეყვანას ცდილობდნენ, შეიძლება ნაწილი შეიყვანეს კიდევაც, რომ ეს რაღაცა შიდა დაპირისპირება, ამიტომ რაც აგინებდნენ წინამთავრობას, იყენებდნენ ამერიკის შიგნით შიდა პოლიტიკურ დებატებს საკუთარი პოზიციის გასამართლებლად, რომელიც საქართველოს უნებს, ხო? ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ამერიკაში. თან თუ დააკვირდით ახლა ამ ბოლო დღეების პროპაგანდას, აი ხაინდრავებს და შემდეგ, ანუ პირდაპირ ანტიამერიკული, ანტი-ტრამპ პრეზიდენტ ტრამპის წინამდებ პროპაგანდას აწარმოებენ. თან ზუსტად იგივე ხაზით. ირანზე თავდასხმას გმობენ. ამ ხელებს ამბობს რომ აი მოდი რაღაცა ურთიერთობებს თითქოს თავიდან ვიწყებთ და თან ამ საკვანძო მომენტში როცა ამ ბოროტების სავანეს ირანის აიათოლას რეჟიმის წინამდებ თითქოს თავიდან ვეცნობითო ბატონო გიგა. არა რა სისულელია თავიდან გაცნობა. ჩვენ ჭირდება მთავრობა რომელსაც აქვს უნარი რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ილობიროს ვაშინგტონში და ბრიუსელში. ანუ საქართველოს წარმოაჩინოს როგორც საკვანძო სივრცე და ქვეყანა ერთი წუთი
წუთი. ქვეყანა, რომელიც დაცვაც და რომელიც უსაფრთხოება და სახელმწიფოებრიობა არის მორალურად დასაცავი თავისუფალი სამყაროსგან ამერიკისგან და შედის პრაგმატულად დასავლეთის ინტერესებში. ამის უნარი ხელისუფლებას მომავალ პრობლემა აქვს ურთიერთობის აღდგენისაც კი არ შეუძლია იმ შემთხვევაშიც კი თუ რაღაცაში ოდნავ წინ წაიწევენ რაც ჯერჯერობით არ მომხდარა თან თუ ამასობაში თან ვაშინგტონში ჩადიხარ უმდაბლეს დონეზე და აი ამ რაღაცა ზოგად სადღეგრძელობს იძახი მაგრამ მეორე ხელით შენი ქვეყნის შიგნით პროპაგანდაში პირდაპირ ანტიამერიკულ და პროაიათოლების პროპაგანდას ეწევი ნახეთ ხო განცხადებები მკვლელის მკვლელობა რო ცუდია რომ უდანაშაულო ხალხს კლავენ და ხაინდრავები რომ გმობენ ტრამპის და დაცინიან ტრამპის ამ და დასავლეთ ამერიკის ისრაელის სუდია რო უყუროთ არა როგორ ხაინდრავა კი არ არის მე მას კი არ ვთვლი პერსონალურად ის ხო განსახიერება ივანიშვილის პროპაგანდის და მე მოვიყვანე მარტო ხაინდრავა კი არა რომ ჩართოთ ეს პროპაგანდისტული არხები ან სოციალურ მედიაში ვნახოთ მათ მიერ შექმნილი ქსელი მთელი ქსელი აქვთ და იქ არის ხალხი რომელიც მე ზის იმედზე რუსთავიორზე ყველაფერზე ხო და გაშენდა ანუ არაფერი არ იცვლება ანუ თუ ანტიამერიკულ, ანუ ამ შემთხვევაში თანხმედრაში ეს ანტიქართულ პროპაგანდას თან ეწევი და ამის გამო და ამ ნაბიჯების გამო გაგიფუჭდა ურთიერთობა ამერიკასთან. ჩადიხარ და იქ სადღეგრძელოს იძახი რომ აღვადგინოთო, მაგრამ ამას აგრძელებ. როგორ შეიძლება რომ მიაღწიო რაიმე პროგრესს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი? არა, არ უშავს მეკამატები. პრობლემა არა. ამ შემთხვევაში როგორ ჟურნალისტი მეკამატები. არ მაქვს ახლა ამ შემთხვევაში შეიძლება მქონდეს პოზიცია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ ეს ჩემი პოზიცია არის აბსოლუტურად ხო რაღაცა. მე ლოგიკურ ამას ვიძახი. თუ პრობლემა შეგექმნა. ნახეთ, აი თქვენ საუბრობთ ახლა ამერიკა იგივე ქართული ოცნების ურთიერთობის რა ვიცი დაალაგების შესაძლებლობასთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში ანუ საუბრობთ ორ უკიდურესობაზე რომ ან საერთოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ხელისუფლება უნდა არ ვიცი თუ შეიძლება ესეთ კოლექტიურად პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს ან ქართული ოცნება უნდა ანუ მე ვთქვი რომ ჩვენ სხვა გამოსავალი რაიმე შუალედური გამოსავალი არ არსებობს ვისი გამოსავალზე საქართველოსთვის? კი, საქართველოს ჩვენი ინტერესებისთვის, იმიტომ რომ ევროკომისიის დასკვნა რითიც მე მინდოდა, გადაწყვეტილება რითიც მე მინდოდა დამეწყო საუბარი მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს უფრო მეტად საქართველოს რიგითი მოქალაქეების კი, თუმცა ეს არის ფასი, რასაც ვიხდით. ვიდრე ქართული ოცნების წევრებისთვის. იმიტომ და ეს არის ფასი, რასაც ვიხდით, სანამ ყავს ესეთი რეჟიმი. აქედან ერთია რა, ორ უკიდურესობაზე ლაპარაკობთ, არსებობს რეალობა. საქართველოს ჭირდება რომ ყავდეს მთავრობა, რომელიც ეჭვმიტანი და ბრალდებული კი არ არის იმაში, რომ საკუთარი მოქალაქეების თავისუფლებას არღვევს და დასავლეთის ამერიკის, ისრაელის, ევროპის, დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ მოქმედებს და ეხმარება მათ მტრებს. ანუ რუსეთს და მის პარტნიორებს და ირანის აითოლების რეჟიმს. ესეთ ხელისუფლება კი არ ჭირდება. რომც ასეთმა ხელისუფლებამ რაღაც მომენტში შედარებით ურთიერთობა დაათმოს, ეგ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერ ეხმარება. თან არანაირი წინა ნიშანწყალი დათმობის არ არის. ვერ გადაატანინებს ქვეყანას მანამ სანამ ისეთი ხელისუფლება ეყოლება, რომელიც გადაატანინებს azt ნიშნავს. აი ნახეთ ერთი თქვენი ბოლო ანუ ჩვენ ჭირდება მთავრობა, რომელსაც შეუძლია რომ სწორი გაგებით, ძლიერი მორალური და პოლიტიკური პოზიციებიდან ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ლეგიტიმური მანდატით მიაწეს ჩვენ პარტნიორებს რომ საქართველო იყოს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ და ინტეგრირებული. ეს საერთოდ გჭირდება. ამის მიღწევა იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც პრობლემა აქვს საკუთარ ხალხთან და რომელიც ამ დიალოგის დროს აი თქვენ ვთქვით რომ განი ინტენსიური გახდაო. მეორე ხელით აგრძელებს იგივეს კეთებას, რის გამოც გაფუჭდა ეს ურთიერთობა. ხო გახსოვთ როგორ გაფუჭდა ეს ურთიერთობა? როცა ივანიშვილმა დააბრალა ამერიკას, რომ ომში ჩართვა უნდა საქართველოსიო. ხო მოიგონა ეს ამბავი, რომ გაემართლებიან საზოგადოების ნაწილი შესწრება შეიყვანა, რომ მე ვითომ მშვიდობას მიცავთო. ეს სისულელე აბსურდი, რომ დასავლეთს ჭირდებოდა საქართველოში სისხლის ზღვრა, რომ თვითონ შექმნოდა პრობლემები. ხო? ანუ სრული აბსურდი, ხო? თან მოლდოვის სურვილზე, მაგრამ რეალობა გვაქვს ასეთი. ახლა ხელისუფლებაში არის. სურვილზე კი არ ვსაუბრობ, ნაბიჯებზე ვსაუბრობ, ბოდიში. ამ რეჟიმის რამაც საქართველოს პრობლემა შეუქმნა, რომ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ფულის დაცვისთვის ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკური არაროების გარემოცვამ გადაწყვიტა, რომ პროპაგანდა აწარმოოს საზოგადოების ნაწილის შესწრება შესაყვანად, რომ სანამ ისინი არიან რუსეთისთან დალაგებულები არიან და ამიტომ მშვიდობას იცავენ და დასავლეთს ამერიკას და სხვებს უნდა სისხლის ზღვა საქართველოში. ეს არის ხო ამ ტყუილს ყიდიან ხო? ამას ბუნებრივი მოკავშირეებია რუსეთის და ამ პროექტის გამო, რომელიც წლებია გრძელდება, ოღონდ ინტენსივობა გაიზარდა ამ ბოლო დროს, მათ დაუშვეს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის დასუსტება.
მათ დაუშვეს ინფილტრაცია პოლიტიკური, იდეოლოგიური და ეკონომიკური ჩვენი მტრების ჩვენ ქვეყნის შიგნით და ეხლა როცა ვსაუბრობთ ირანზე, მათ დაუშვეს ჩვენი ქვეყნის შიგნით ამ საშიში რეჟიმის პოლიტიკური, იდეოლოგიური, ფუნდამენტალისტური, ექსტრემისტული ისლამის ქსელის შექმნა და ამ ფონზე ჩადის ვიღაცა პოლიტიკური არარაობა ვაშინგტონში და ელაპარაკება ამერიკის შეერთებულ მთავრობას. ეუბნება რომ ჩვენ გვინდა ურთიერთობის დალაგება და იქიდან არის იგივე პასუხი რაც აქამდე იყო რომ რაც იყო პრობლემაო ის პრობლემა უნდა ის უნდა გადაწყდესო და ჩვენ ახლა აქ სპეკულირებთ ეს ხო არ ნიშნავს რამეს და მე ერთხელაც უბრუნდები არანაირი წინაპირობა ამ ეტაპზე იქიდან გამომდინარე რაც საჯაროდ ვიცით რომ რამე შეიცვალა არ გვაქვს და მთელი ეს სპეკულირები უსაფუძვლოა მაგრამ აქვე ვაზუსტებ რომც მომავალში რაღაცა შეიცვალოს ანუ თქვა რა შეიძლება შეიცვალოს აი როგორც აი განცხადება იყო აი აქედან გამოვიდა მაგალითი მოვიყვანოთ ხო და ხო მეკითხებით რაო მაგალითი მოვიყვანოთ სხვა ქვეყნების საქართველოს კი არა რომ აი ავტორიტარული რეჟიმია სადღაც და ამერიკამ, ინგლისმან, ევროპამ პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე ჩათვალა რომ უნდა თქვა აი ეხლა სანქცირებულია ივანიშვილი პერსონალურად ხო? კი. და აი რო არ იყოს სანქცირებული, აი რო არ იყოს. ეს საქართველოს რა შეეხმარება? მიხვდით რას გულისხმობ? ანუ ესეც კი ასე რო არ იყოს, ჩვენ საზომად ეგ კი არ უნდა ვიყო. ჩვენ საზომად უნდა გქონდეს შეუძლია თუ არა მთავრობას, რომ სადაც ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი უსაფრთხოება არის ჩვენი თავდაცვითარიანობის ზრდაში და მოკავშირეების შეძენაში. ეს კომბინაცია ერთადერთი. და ხო, მტრის ინფილტრაციის განენტრალებას ქვეყნის შიგნით. თუ რეჟიმი ყავს, რომელიც ამ ყველაფერს პირიქით აკეთებს, რომ სადღაც ხელი ჩამოართვან მას, ეს საქართველოს ხო ვერ ეხმარება. ამიტომ ჩვენ უნდა მოვეშვათ მე თქვენ როგორც ჟურნალისტი არ მოგმართავ საზოგადოებას მიმართავ ამაზე სპეკულირებას აი ზე კიდევ უფრო მძიმე სანქციას დაუწესებენ თუ არა ივანიშვილს მე ეს არ ვიცი ხო მე არ ვიცოდი რომ გაერთიანებული სამეფო ამ რამის ეხლა გადადგავდა ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება ცნობილი იყო ეხლა ბოლომდე მივიდა და თქვენ სწორად ზანებთ ამ რეჟიმის პირობებში ჩვენ გვაქვს საფრთხე რომ ფას ამ რეჟიმის ივანიშვილის ნაბიჯების გადაიხდის ხალხი უკვე ვიხდით. ანუ გადასტურებთ რომ ეს არ იქნება სერიოზული ბარიერი იგივე დიპლომატიური პასპორტების ფლობელებისთვის და რა ვიცი ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ბარიერი იქნება ოდეგარად მთავარი მე მთავრობის წევრებზე ხო არ ვზრუნავ შენგენის ქვეყნებში რიგითი მოხალ თქვენ არ იყავით ოპოზიცია ვინც ამბობდით რომ არ წმუნებდით ჩვენს ევროპულ პარტნიორებს რომ არავითარ შემთხვევაში ეს სანქცია საქართველოს მოქალაქეებს მე არასოდეს მსგავსი არაფერი არ მithქვია და გეტყვით რატო იმიტომ რომ საკითხის ისე დასმა მიმაჩნია შეცდომა იმიტომ რომ ეგ არის ძევლად აყვანა საკუთარ ხო და ხომ მკითხეთ რატო და ოპოზიციური ალიანსიდან არა ვიცი რომ სხვები იყვნენ მაშინ ალიანსი არ არსებობდა მე გიხსნით როგორია ჩემი პოზიცია ზოგადად ეგ საკითხის ეგ დასმა მიმაჩნდა მახეთ რომელიც რეჟიმის პროპაგანდამ დაგვიგო ყველას რომ თვითონ სულად იქცევია და მე კიდევ უფრო ცუდად მოვიქცევი და ეხლა თქვენ რომელიც ანუ ხალხი რომელიც სხვეპლი ხარ ჩვენ ცუდად მოქცევით წადით და ილობირეთ დასუსტ სამყაროში და თქვენ არ დაგსაჯონო მიხვდით როგორია და ეხლა რაღაცა ვარიანტია სტოკჰოლმის სინდრომის კიდევ უფრო ჩახლართულად არა ნორმალური ჩვენზე და ოპოზიციაზე არ არის დამოკიდებული ის გადაიდგება თუ არა ეს ნაბიჯი ეს დამოკიდებულია იმაზე რამდენი ხანი გვეყოლება რეჟიმი რომელიც დაპირისპირებულია თავისუფალ სამყაროსთან და აღარ საკუთარ მოქალაქეებს შეფასება ხომ მაინც შეგიძლიათ ანუ აი რა აი რატომ შეიძლება ამ წენეხის ქვეშ აღმოჩნდეს საქართველოს რიგითი მოქალაქე რომელიც შეიძლება საერთოდაც არ არის ქართული ოცნების ამომრჩეველი არა ხო და ვცდილობ მაგაშია მთელი უბედურება რომ სანამ ესეთ ხელისუფლება ყავს გინდა არ გინდა შენ როგორი განწყობა გაქვს სანამ არ შეგვიცლია ის წარმოგვადგენ საერთაშორისო ასპარეზზე და ამაშია სწორედ ფასი რაც ეს უნდა გაიგოს ყველა იმიტომ რომ მე აბსოლუტურად მესმის უმძიმე მდგომარეობაში შევარდება უამრავი მოქალაქე თუ უვიზო რეჟიმი შეგვიწყდა ოღონდ აქ მე ამის შემოტრიალებას რო ცდილობს პროპაგანდა და ამიტომ ვარ წინამდეგი ამ თავის მართლების რომ ჩვენ ყველას თხოვთ თითქოს ჩვენზე იყოს დამოკიდებული და ვიღაცა ცუდად იქცეოდეს არა ცუდად და კიდევ უფრო უარესად ვიდრე ცუდად იქცევა ივანიშვილი მისი გარემოც რომელიც ამ საფრთხის წინაშე აყენებს მოქალაქეებს და პასუხი რომ მოთხოვთ მხოლოდ მას და არა ბრიუსელს არა ოპოზიციას და აქეთ გადმოვაგდონ ბურთი და ჩვენ თავი ვიმართლოთ არა მეგობრებო სანამ ეს ხელისუფლება ყავს ნაბიჯი ყველა მიმართულებით იქნება უარესობა ყველა მოქალაქისთვის და ხო უიზო თუ შეგვიჩერეს უამრავი ადამიანი ვინც ამის მეშვეობით სამკურნალოდ დადიოდა სამუშაოს შეუძლობდა დროებიც იქიდან ეხმარებოდა საკუთარ ოჯახებს ყველას დრამატულად გაურთულდება მაგრამ დააკვირდით როგორია ამ პოლიტიკური არარაობების ივანიშვილის გარშემო და ამ საქართველოს ინტერესების მოღალატე რეჟიმის პროპაგანდა არა რას ნიშნავს არა ისევ თქვენ ცდილობთ ბურთი ჩემკენ გადმოაგდეთ მე ვეთანხმები იმას რომ ეს რეჟიმი უნდა შევცვალოთ
იმიტომ თუ არ შევცვალეთ გარდაუვალია, რომ ფასი გადავიხადოთ, გესმით? ანუ, აი წარმოიდგინეთ ახლა უტრირებას ვახდენ არ ვადარებ, იმიტომ რომ ბოროტების ხარისხით ესენი უბრალოდ სატელიტები არიან ამ პროქსი ომში, ხო? პუტინის რეჟიმის, მაგრამ პუტინის რუსეთში სხვა არიან ხალხი, ვინც უპირისპირდება პუტინის რეჟიმს. ხო? კი, რა თქმა უნდა, არიან. კი. და მე ახლა იმ ხალხის გამო პუტინის რეჟიმს არ დაუპირისპირდება თავისუფალი სამყარო? რიტორიკული კითხვა იყო, ჩაჭრას კი არ ვცდილობ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი არ არის, ხო და თუ გესმის საკითხი. იქაც ექნებათ ოპოზიციონერებს საკუთარი მოსაზრება ამ სანქციების არა, ისევ როგორც კი, ხო და როგორც კი მაგმახეში აღმოჩნდებით, რომ თურმე მე და თქვენ როგორც ჟურნალისტმა და მე როგორც მოქალაქემ და პოლიტიკოსმა უნდა დებატებში შევიდეთ. ეხლა ოპოზიცია რას იზავს ივანიშვილის ცუდი საქციელის გამო ევროპიდან რაღაც ნაბიჯები რო გადაიდგომა, რომელიც ცუდია მოქალაქეებისთვის. ჩვენი პასუხისმგებლობა როგორც საზოგადოების არის ამ რეჟიმის შეცვლა. და არა ამ მახეში მოხვედრა ამ დისკუსიის რომ აბა ეხლა თქვენ რისკენ მოუწოდებთ ევროპას, ხო? რა თქმა უნდა იქ წყვილსიგონებდა თითქოს ოპოზიციის როლი იყო. ხო და ამიტომ ამ მახეში არ აღმოჩნდეთ, ჩვენ დასკვნ არის ერთადერთი. და ამიტომ მოვიყვანე უტრირებული ხაზგასმა თუ ამბობ, მაგალითი რუსეთის, ან თუ ვინა ისტორიის კიდე ბევრად უფრო ხარისხობრივად უტრირებული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო, საბჭოთა კავშირში და ჰიტლერის გერმანიაში იყვნენ ოპონენტები, ხო, ფაშისტების. ოღონდ სანამ ეს რეჟიმი იმ ბოროტებას ჩადიოდა, რასაც ჩადიოდა, პასუხისმგებელი ამის ფასი ხდიდა ის ხალხი. ხო, ისევ ხასუსო მე არ ვაყენებ ტოლობის ნიშანს, არ სვავ ამ რეჟიმს დემეშორის ის საბჭოთა რუსეთი, მისი მემკვიდრე პუტინი და ჰიტლერის გერმანია სოფლიო კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული ბოროტებებია, ხო? ეს ეპიტეტები თხილად მოვიხმაროთ, რომ სხვებს შევაწყობა არ მივაყენო, მაგრამ პრინციპის ანალოგია მოვიყვარე. აქაც იგივეა. შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, გაერთიანებულ სამეფოსთან ურთიერთობაში, ევროკავშირთან ურთიერთობაში არ არის ჩვენზე დამოკიდებული რუდის და რა ტიპის საპასუხო ნაბიჯებს გადადგავს თავისუფალი სამყარო ივანიშვილის წინამდებ იმის გამო რაც ივანიშვილმა გააკეთა. ეს ჩვენ არ ვიცით, რომ ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს ჩართული. მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი რამე, რომ ჩვენ მოქალაქეები ყველანი გადავიხდით ფასს ივანიშვილის საქციელის და ჩვენ ხარჯზე ვაჭრობთ ჩვენი ქვეყნის ბედი. და ეს სხვა შორის მინდა გავახსენოთ და ხშირად ამას არაჩვენებენ ხოლმე. თავად უკიფრად ნათქვამი თუ გახსოვთ, ამეო არ მივიღეო წერილიო სახელმწიფო დივნის რუბიოსიო და არ შევხვდიო. არ შევხვდიო, იმიტომ რომ სანამ მეო ჩემ ფული სანამ დასანქცირებულიაო, მეო დაკომპლექსებული ვიქნებიო. ანუ კაცი პირდაპირ გვეუბნება დააკრედით რასო. ჩვენ ქვეყანას რა ჭირდება და მაგას თვითონაც არ და ვერ უარყოფს, რომ ამერიკასთან ურთიერთობა გჭირდება, ხო? ხო თვითონ გადასტურებენ ერთი ხელით ამას. კი ბატონო. აი ამ საქმისთვის ნაბიჯს არ დგავს, ანუ გზავნილს არ იღებს და შეხვედრაზე არ მიდის, მისი ფულის გამო. და ამას აქეთ გვიტრიალებს, რომ დაგვამადლოს, რომ კომპლექსი რო არ მქონდესო. ანუ წარმოგიდგენთ, როგორი დეკლარაცია და აღიარება ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატისა. და განმარტავ, ღალატს უძახი არა. იმას ახლა მაინდა-მაინც რაღაცამ დაურეკა უთხრაქნა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი ვინც საკუთარ ფულს, საკუთარ ძალაუფლებას უფრო წინ აყენებს დეკლარირებულად ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, ანუ სტრატეგიულ მოკავშირესთან, რაზეც თვითონ იძახის გჭირდებაო ურთიერთობის გაღრმავებაზე, ნორმალიზაციაზე, აღდგენაზე, ლობირებაზე, მისი ეგ არის ღალატი. თქვენ ამდენჯერმე ახსენეთ, რომ აი რა ვიცი, ქართული ოცნება აშკარად როგორ თქვა, ირანის მხარდამჭერ პოლიტიკას ატარებს. ამ ვითარებაში, როდესაც მთელი სამხრეთ კავკასიისთვის რისკები არათუ მომატებულია, მოჭარბებული, არამედ სახეზეა. იგივე აზერბაიჯანის მაგალითზე ვნახეთ ეს ყველაფერი ჩვენ გუშინ. აი თქვენ გეკითხებით, შეიძლება თუ არა ქართულ ოცნებას კონდეს გარანტია იმისა, რომ რა ვიცი ირანის მოქმედი რეჟიმი, რომელიც სულაც არ მოქმედებს შეთანხმებულად, შეიძლება ასე ითქვას, არ მიაყენებს ზიანს სტრატეგიულ ობიექტებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ეს საფრთხე რეალური. და აზერბაიჯანის ამბავი ამას ადასტურებს. რა საფრთხე არის რეალური? რომ ირანი იმ ტიპის ფანატიური ტირანიული რეჟიმია, რომ ამ ვითარებაში როცა რომელშიც თვითონ მისი ნაბიჯების შედეგად აღმოჩნდა, ის რა ნაბიჯს გადადგავს, ამის პროგნოზირება არის შეუძლებელი. ოღონდ მაგან დასკვნა რა არის? აი აზერბაიჯანის ამბიდან. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ცადა რომ დიპლომატიური ჟესტები გაეკეთა, სამძიმარი გაუგზავნა. არანაირ მისი სივრცე არ დაუთმია სამხედრო ოპერაციისთვის, არანაირ პირდაპირ სამხედრო კავშირში არ არის სამხედრო ოპერაციის თვალსაზრისით არც ამერიკასთან, არც ისრაელთან. ეს ყველაფერი ეხა უკვე ივანიშვილის რეჟიმი იგონებს ამ პროპაგანდას, რომ ამით
თქვენ რომ აი ისინი იმიტომ დასაჯეს, ანუ ირანს ამართლებს. ირანს ამართლებს. ახლა შეერაღება საქართველოს მართალია მიზერულად, მაგრამ ყიდულობს ხოლმე ისრაელთან. ეხლა და ამიტომ რა გამართლებს? ანუ მაგა დასკვნარი სივრცე დაუთმო თითქოს აზერბაიჯანმა. ტყუილია ეს ასე ივანიშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებს და სწორედ ამიტომ. არო, რას ნიშნავს დაუთმო ტყუილია ეგ ხო ეგრე ამერიკული თვითმფრინავი თბილისის დამჯდარა. ანუ ხვდებით ეხლა თქვენ ეხლა ჟურნალისტი ხართ ლოგიკური ამას მეკითხებით ეს ხო პროპაგანდაა ივანიშვილის რეჟიმის ამას არ ცელებ რომ აი ამით ახსნა. ანუ ირანის რეჟიმი კი არ არის ბოროტი და კი არ ისრის ირანის რეჟიმმა აირჩია სტრატეგია რომ რახან მას სამწუხაროდ ზღვარზია და ანუ ამ მდგომარეობაშია ყველგან უნდა შექმნას ქაოსი სისხლის ზღვრა რომ ეს ფასი გაზარდოს და ესეც რომ ასე არ იყოს ერთადერთი დასკვნა მაგიდან არის რა რომ ამ ვითარებაში ჩვენ გვჭირდება თავდაცუნარიანობა ანუ ბევრი განახლება ხო დრონების საფრთხე არის ახალი ხო შედარებით ხო და ისედაც ჩვენ რეგიონში ამ საფრთხების ფონზე რუსეთის საფრთხის და ყველა სხვა საფრთხის ფონზე თავდაცუნარიანობის ზრდა არის აუცილებელი პირობა და ამის ნაცვლად ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენ თელ რეგიონში დიდი დისტანციით ჩამორჩებით ყველას ანუ თავდაცვისთვის რესურსები დააკლო პირიქით და ატყუებს ქართულ საზოგადოებას რომ აი ამ სამართლიანო ჟესტებით რომლითაც თავისუფალ სამყაროს გადაკვიდა და მოკავშირეები არ აქვს ამით შეიძლება გადაგარჩინოს ირანისტაი რეჟიმისგან და აზერბაიჯანს მაგალითი გვაჩვენებს რომ ეს ასე არ არის ოღონდ აზერბაიჯანს ამასთან ერთად აი ამ ჟესტებთან ერთად თან თავდაცუნარიანობა აქ გაზრდილი და ღმერთმა დაიფაროს თუ ირანმა შეძლო და იმედი მაქვს რომ ვერ შეძლებს ჩვენი რეგიონის მიმართულებით პირველ რიგში საქართველოს მიმართულებით ან თუნდაც ჩვენი მეზობლის მიმართულებით გაგრძელება აგრესიის ის მას მოკავშირეები წავს რეგიონში და თავის თავდაცუნარიანობაც აქვს ჩვენ არც ერთი გვაქვს და არც მეორე ამიტომ თუ მეორე კიდევ ერთხელ ღმერთმა ქრას და ვერ დაგოსხა თავს ეს ამ სამარცხვინო და სტრატეგიულად სტარინაბიჯების დამსახურება კი არ იქნება ეს იქნება გამართლება ქართული ოცნება ამბობს რომ ამაზე ლაპარაკიც კი საჯაროდ არის თვითონ რატო ლაპარაკობენ სტრატეგიული ობიექტების მონიშნა ამ მონიშნაზე ლაპარაკობენ ირანის არმიისთვის აი როცა საუბარი იმაზე რომ შესაძლებელია მე მესმის რომ ჟურნალისტმა უნდა დასვას კითხები რაც ცეხის ხარება რა რაღაც ზღვარი დავიცოთ ახლა ეგ ისეთი აბსურდია სერიოზულ პასუხს ვერ გავცემ რა მონიშნაზეა ლაპარაკი თვითონ დაიწყეს ეს პროპაგანდა. არავის არ უქნია თვითონ დაიწყეს ეს პროპაგანდა ირანის დროშის აღმართვით, ხო? განაცხადის გაკეთებით ისრაელის წინაზე ისრაელის ოპერაცია დაგმეს, მივიდნენ სამძიმარის წინში, დაგმეს იქ იყო დაგმობა ისრაელის, ხო? ჩავიდა ეს ივანიშვილის რეჟიმის ეგრეთ წოდებული პრემიერი და სიკვდილი ისრაელს და სიკვდილი ამერიკას რო ყვიროდა იქ იდგა ტერორისტების გვერდზე. ანუ პოზიციონირებ იქით. მე სიფრთხილის წინამდე კი არა ვარ. ოდეს სიფრთხილე არ არის ეს პირიქით. ეს არის საპირისპიროებო სიფრთხილისთვის და ცდელობა რომ მოატყუო საზოგადოების ნაწილი რომ თუ ბოროტების მხარეს დადგები ეგ გადაგარჩენს და ეგ არის ტყუილი და ამიტომ ჯარი არ უნდა გყავდეს რომ არ დაგვესხან თავს მივხვდით ამ ლოგიკას ავითარებენ და თან ჩვენ არ უნდა გამოგჩეს ხო ანუ ჩვენ ვნახეთ რეაქცია იმ ქსელისა რომელიც ირანის აიეტოლების რეჟიმმა შექმნა საქართველოს შიგნით პოლიტიკურ რელიგიური კი არ არის. თუ რელიგიის თავისუფლება, ფუნდამენტური უფლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის პოლიტიკური იდეოლოგიური ფუნდამენტალისტური რელიგიური ქსელი, რომელსაც გააკეთა განცხადებები საქართველოს ეროვნულ ინტერესებში, ანუ პირდაპირ მოწოდებებით ძალადობისკენ და ჩვენ ვნახეთ მასალა მთელი ზღვა მასალის, რომ ჩვენ ქვეყანაში ამ ხელისუფლების პირობებში, როცა ის დაძდევს ხალხს ტროტუარებზე დგომისთვის და ონლაინ პოლიტიკური მწვავე შეფასებებისთვის ხელისუფლების ხალხს აჯანყებს ან იჭერს და თავის მოქალაქეებს დევნის რომლებიც არიან საქართველოს პატრიოტები ამ ქვეყანაში ფუნდამენტალისტური საშიში ქსელი შეაქმნეინა ირანის აიეტოლების რეჟიმს რომელიც ახლა ამ საჯარო განცხადების აკეთებს და წარმოგიდგენთ ეს რამხელა პოტენციური საფრთხეა და ეს საფრთხე ვინ შექმნა და ამ ყველაფერს თან ცდილობს უტიფრად რომ მოგყიდოს რომ ამას ვაკეთებ თქვენი უსაფრთხოებისთვის და ურემი რომ გადატრიალდება ანუ ჩვენ რომ თუ მივალთ იქამდე მე კი არ უნდა გავაკეთოთ დასკვნები ზოგადად უნდა დასკვნა არის ასეთ თუ ხარ სუსტი და მოკავშირეების გარეშე ყველაზე უფრო მოწყვლადი ხარ თავდასხმისთვის და იმის იმედად ყოფნა ცნობილი ისტორიული გამონათქვამი რო ვიხმარო ჩერჩილის სხვა ვითარებაში მაგრამ რელევანტურია რომ ნიანგი ბოლოს შეჭამს და იქამდე სხვებს შეჭამს არის გარდა უზრემობისა პრაგმატულად კატასტროფული და მეორე ისტორიული გამონათქვამი რომ თუ შენ უსაფრთხოებისთვის თავისუფლებას თმობ ვერც უსაფრთხოებას დაიცავ ვერც დაცული იქნება თავისუფლებას დაკარგავ ეგეც არის სრულიად რელევანტური ჩვენი დღევანდელი რეალობისთვის. კარგი და ბოლოს როგორც თუ არ ვწდები მას შემდეგ რაც ოპოზიციური ალიანსი
ალიანსი შეიქმნა დღეს მეორე შეხვედრა გამართა ოპოზიციურმა ალიანსმა და ნუ აი თქვენი განცხადებიდან გამომდინარე გამოვალ რომელიც დღევანდელ შეხვედრას არ უკავშირდება მაგრამ ფაქტობრივად იგივე მიზნებს ეხმაურება თქვენ ამბობთ რომ ოპოზიციური ალიანსი 60-ანა არის იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი რომელიც რეჟიმს აიძულებს დათმოსძალაუფლება როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული მოლაპარაკებები რეალური იქნება აი როგორ აპირებთ ქართული ოცნება მიაყენოთ კედელთან ისე როგორც ქართულმა საზოგადოებამ ეს შევძელით ყველამ ერთად 1990 წელს საბჭოთა რუსული კომუნისტური რეჟიმის მიმართ ანუ ეგ შედეგი უნდა დადგეს მოცემულობის შედარება დღევანდელთან რამდენად იდენტური არასოდეს არ არის იდენტური არასოდეს არ არის მაგრამ რელევანტური არის ეს რეჟიმი ისე როგორც ის რეჟიმი მაშინდელი არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და საფრთხეა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მაშინ აღდგენისთვის იყო საფრთხე ეხლა დაკარგვის თვალსაზრისით არის საფრთხე და ამიტომ ჩვენ გვჭირდება იმ ხარისხის მობილიზება და მასობრივი პროტესტი ამას ჭირდება კი ბატონო არა მაგიტომ გითხარით იმ ხარისხის მასობრივი და იმ ინტენსივობის და იმ ყოვლის მომცველობის როგორც იყო მაშინ ახლა ამის თქმა ადვილია გამათავისუფლებელი მოძრაობა რომელსაც მიყვება პროტესტი აი არ ვიცი მაშინ მე მგონია ეს იყო იერარქი რამაც შეცვალა მაშინდელი კომუნისტური წამს რამდენი ადამიანი დგას არამედ რა კლიმატი არის ანუ ჩვენ გვჭირდება იმ გზაზე რაზეც დადგა ოპოზიციის დიდი ნაწილი დემოკრატიული პროდასოლური პროქართული ოპოზიციის ვინც ალიანსში ვართ რომ ჩვენი საერთო რესურსები და კოორდინირებული გზავნილი ქვეყნის შიგნით პირველ რიგში ჩვენ საზოგადოებაში გარეთ გამოვიყენოთ ამის ქადაგებისთვის რომ ამ რესურსების მობილიზებით ჩვენ შევძლოთ და დაპირისპირებით მათ პროპაგანდასთან და ნდობის მოპოვებით როგორც ალტერნატივის მომავალი ალტერნატივის ჩვენი საზოგადოების იმ ხარისხის ჩართულობა ჩვენი საზოგადოების რომელსაც ვეღარ გაუძლებს რეპრესიული რეჟიმი და ამას ვთქვით თქვენ ახსენეთ რომ მეორე შეხვედრა მეორე არ არის უამრავი შეხვედრა იყო და სხვა ჯგუფებია ვინც მუშაობთ ერთად შიგნით ამ ალიანსში ვინც არის ამ ოპოზიციის ალიანსში და ყოველდღე იმართება რამოდენიმე და ჩვენ გვექნება შეხვედრები როგორც აქტიურ მოქალაქეებთან ისე იმ ტიპის აქტივობები პირველ რიგში ქვეყნის შიგნით იმიტომ რომ აქ წდება ჩვენებედი ისე რომ გარეთ შეიძლება დადგეს ქუჩაში ისეთი პოლიტიკური კლიმატი თქვენ კარგია ისეთ წაიკითხეთ ჩვენი საერთო დოკუმენტიდან რომელიც საჯაროა იქ მეორე ნაწილიც არის რომ ჩვენ აი რასაც არ ვიზავთ ნამდვილად არის რომ რაღაცა ხელოვნური თარიღები ვთქვა და საკუთარ თავს დაუცვათ წამზომი ეს შეცდომა იქნა დაშვებული და არასოდეს არ უნდა განმეორდეს. რა თქმა უნდა იმ ფაზაში როცა ვიქნებით როცა როგორც თქვენ მოახდენთ ციტირება კედელთან იქნება ეს რეჟიმი მიყენებული მაშინ უფრო ადვილი იქნება საუბარი რაღაცა ვადებზეც ხო? თუ საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანა თავისუფალი არჩევნების გზით ახალი ეროვნული ხელისუფლების ჩამოყალიბება სადაც მოქალაქეები მიანიჭებენ წონას ყველა პოლიტიკურ პარტიას და ასე გამოვალთ აი ამ ჭაობიდან რომელშიც წარმოადგენელი იქნება თქვენ შემდეგ და ლელოსთვისაც რაღაცა ესეთ განუსაზღვრელი ვადა გაქვთ მოფიქრებისთვის მიცემული ყველასთვის ვინც იზიარებს ამ ხედვას რომ ამ რეჟიმის დამარცხება არის აუცილებელი პირობა ქვეყნის დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის და ქვეყნის თავისუფლების და ჩვენი მოქალაქეების ქვეყნში თავისუფლების დასაცავად ყველა ვინც არის თავს დასავლურ ცივილიზაციაში საქართველოს მომავლის რწმენის მქონე ხომ მჯერა რომ ლელოში უდიდესი ნაწილი თუ ყველა არა ხალხის ასეთი არის ყველას ვიხილავთ როგორც პოტენციურ პარტნიორებს და ჩვენ თვითონ რომ სწორი იქნება გადაწყვეტილების ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა მივხვდეთ ამ მათი გადაწყვეტილების ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანა არის პირიქით ეხლა ბუნებრივია ეხლა ვინც აქტიურ კამპანიას აწარმოებს ეხლა იმ იდეების წინააღმდეგ რაც ჩვენ ამ ალიანსის შემქმნელებს გვაერთიანებს იქ შეიძლება ნაკლებ შანსს ხედავ და ლელოსთან მიმართებაში პირიქით მინდა ჯეროდეს რომ ეს ასე არ არის და ამიტომ ხო ჩვენი ამოცანა პირიქით და მე მჯერა რომ ეს თანამშრომლობა სრულიად შესაძლებელი არის. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის პარტია ფედერალისტების ლიდერს გიგა ბოკერიას უსმენდით. მოკლედ ასეთი საკმაოდ მძიმე ვითარება გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სანქციებს გულისხმობ. ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოფიციალური ვიზები ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უქმდება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა შვედეთის საგარეო უწყების განცხადება საქართველოს ხელისუფლებას ავტორიტარული კურსის შეცვლისკენ მოვუწოდებს შვედეთი კვლავ ქართველი ხალხის დიდი ხნის მეგობრად და
საიმედო პარტნიორად რჩებაო. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა, მათ შორის გადაცემა 360 გრადუსის ნახვა თქვენ შეგიძლიათ უკვე პალიტრი ნიუსის YouTube გვერდზე, რომელიც უნდა გამოიწეროთ და რა თქმა უნდა თვალი გვადევნოთ. გიორგი სიორიძე, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე სხვა თემებზე გადავალთ. მოდი გავაგრძელებ თემას, რითაც დაასრულა სტუმრობა გიგაბოკერია. მოკლედ, როგორც თავადაც მოისმინეთ, ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ თქვენ იზიარებთ პოლიტიკური ოპოზიციური ალიანსის ძირითად ხედვებს, მიზნებს და ადრე თუ გვიან დადგება რაღაცა ესეთი მომენტუმი, როდესაც თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ აი ამ ოპოზიციური ალიანსის ნაწილი გახდეთ და მათთან ერთად მიიღოთ მონაწილე, შეიტანოთ წვლილი ხელისუფლების ცვლილებაში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თავისუფლება სინდისის პატიმრებს ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის ჩვენი პოზიცია პარტიის ოფიციალური განცხადებაც იხილეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ძლიერმა საქართველოს ლელომ კაფიოდ დააფიქსირა, რომ ახლა ამ ეტაპზე ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი რაღაც ფორმალური შეთანხმების თუ ალიანსის მონაწილენი ვიყოთ, ძალიან პრაგმატული და მიზანზე ორიენტირებული მიზეზის გამო ეს გახლავთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, საზოგადოების მრავალფეროვნება, რომელიც საერთო მიზნისკენ და ძირითადი მიზნისკენ მრავალფეროვნება, გიორგი. იქ უფრო მეტი მიზანი რით განსხვავდება ამ დანარჩენი ოპოზიციის მიზნისგან. ამაზე საუბრობდა სწორედ გიგაბოკერია, ხო? არა, მიზანი არის რეჟიმის ცვლილება, ხო? ამაზე ხო არ მიზანიც ეს არის. საქმეც ამაშია. მიზნისკენ მიმავალი გზა არ არის აუცილებელი იყოს ერთი. არა. არა? ჩვენთვის და მათთვის მიზნისკენ მიმავალი გზა შეიძლება იყოს ერთი. ეს ძალიან ლეგიტიმურია. მრავალფეროვნება რატომ გესმით სხვადასხვანაირად? ანუ თქვენ ამბობთ, რომ იმიტომ რჩებით დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცურვაში, რომ საზოგადოების დაკვეთა არის პოლიტიკური მრავალფეროვნება, თუმცა ისინიც ამბობენ და ეს მათ, რა ვიცი, დოკუმენტშიც იყო ჩამოყალიბებული, რომ ეს ალიანსი არ ნიშნავს პოლიტიკური იდენტობის დაკარგვას. ჩვენ ისევ პოლიტიკურად და პარტიულად სხვადასხვა ვრჩებით. აი თქვენ რატომ ხედავთ, რომ იქ რაღაცა ყველა ერთად ერთ პარტია დაიზილა? თქვენ როგორ ხედავთ? მე არ ხედავ აქ აზელვას, მაგრამ ერთგვაროვნებას უფრო მეტად ხედავ. თქვენ გიდათ რომ ჩემზე გადმოიტანოთ თქვენზე როგორც საზოგადოება. არა, თქვენზე არა, აქ არის სწორედ პასუხი. ნაკლებად საინტერესო არის ახლა ჩვენი საერთოდ არა, ეს არის ამოსავალი წერტილი. თქვენი ამომრჩევლისთვის. ეს არის ამოსავალი წერტილი. მე პოლიტიკური სუბიექტი არ ვცდილობ ამომრჩევლის არსებული შენარჩუნებას და ახალი ელექტორატის მოზიდვას. ამიტომ ჩემი ერთი სუბიექტური აზრი ნაკლებად შეიძლება ჩემი ოჯახის წევრებისთვის იყოს საინტერესო და კოლეგებისთვის. ამიტომ თქვენ გეკითხებით არა მხოლოდ როგორც გიორგი სიორიძეს, არამედ პარტია ლელოს წარმომადგენელს, რომელსაც უსმენს ახლა მისი ამომრჩეველი. ამიტომ არის თქვენი აზრი და პოზიცია უფრო საინტერესო, ვიდრე ერთი ჩვენი პოზიცია და ჩემი პასუხი. თქვენ რატომ მკითხეთ ამ შემთხვევაში როგორც საზოგადოების ერთ-ერთი წევრს? ჩემი პასუხი მინდა რომ გამომდინარეობდეს არა პარტიის პერსპექტივიდან, არამედ ამომრჩევლის და საზოგადოების სეგმენტების პერსპექტივიდან. აი ამაზე ვსაუბრობ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ განსხვავებული და მრავალფეროვანია საზოგადოება და საზოგადოებრივ დაკვეთაზე როდესაც ვსაუბრობ. დიახ, საზოგადოების დაკვეთა ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთა არის რეჟიმის ცვლილება. ოღონდ, როგორ უნდა მოხდეს რეჟიმის ცვლილება? როგორ ხედავენ ისინი პოლიტიკურ სპექტრს, აქ შეიძლება იყოს განსხვავებული ხედვა და ეს ჩვენ ვიცით. ვიცით არა მხოლოდ შედეგებით, არამედ ვიცით იმ მთავარი გაზომვადი კრიტერიუმით, რომელიც არის სოციოლოგია, ხო? ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოების კონკრეტული სეგმენტი სხვაგვარად უყურებს ბევრ საკითხს, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფების, პოლიტიკური ძალების ერთად ყოფნას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოების უფრო მეტად ერთგვაროვანი სეგმენტი შეიძლება რამდენიმე პარტიის, ამ შემთხვევაში 9 პარტიის ერთად დგომას უყურებდეს პოზიტიურად და უფრო ეფექტური იყოს ეს მათ თვალში. და ჩვენ არ ვართულებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომლისთვისაც ლელოს დამოუკიდებელი სვლა იმავე მიზნამდე
უფრო მეტად მოსაწონი იქნება. ან თქვენ ფიქრობთ, რომ მათთან ალიანსში შესვლით თქვენი პოლიტიკური იდენტობა რაღაცნაირად გაფერმკრთალდებოდა, ეს შეიძლება არასწორად აღიქვა ამ მომრჩევას, აი როგორც გახარია მოგიწოდებდათ ხოლმე, რაღაცა არ განაცებულიყავით, ამის საფრთხე არსებობდა? არა, თქვენ ყველა პარტია თავის გადაწყვეტილებას თვითონ ხსნის. გახარიას პარტიამ ახსნა თავისი გადაწყვეტილება და დამატებით კითხვები შეგიძლიათ მათ დაუშვათ. გახარიას პარტიის გადაწყვეტილებაზე აქ არანაირ განაცებაზე არ არის საუბარი. დღენიადაკ მოგიწოდებდათ ხოლმე, როდესაც იყო მცდელობა ასეთი რაღაცა ალიანსების შექმნის, ხო, გაერთიანების, გახარიას მოწოდება იყო ერთსიტყვიანი თქვენი მისამართით საკმაოდ ხმამაღალი, აშკარა მკაფიო, არ განაცდეთ და საბოლოოდ როდესაც თქვენი თანამშრომლობა შედგა ადგილობრივ არჩევნებზე, გახარიამ აღნიშნა კიდეც კმაყოფილებით, რომ აი ლელო არ განაცდა. მაგრამ ეს იმიტომ არა რომ ლელო იმის გამო რომ გახარიას პარტია მოგვიწოდა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მე მეცაც გეტყვით. ჩვენ 4 ოქტომბრის არჩევნებში მთელ ოპოზიციურ სპექტრს ერთობლივი ძალებით შესვლას ვთავაზობდით, ხო? ეს ფუნდამენტური განსხვავება. რაც შეეხება პარტიულ იდენტობას, პარტიული იდენტობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ოღონდ ჩვენთვის პრიორიტეტი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ოპოზიციურმა ბრძოლამ არ განიცადოს დანაკარგები. და ამიტომაც ვირჩევთ ჩვენ განსხვავებულ დამოუკიდებელი სვლის გზას, სადაც ეს დანაკარგები იქნება პრაქტიკულად მინიმუმამდე დაყვანილი. სხვა შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გქონოდა დანაკარგები, ანუ საზოგადოების დიდი ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება არ გამოკვლოდა ამ ბრძოლაში, რაც საერთო საქმისთვის, საერთო მიზნის მიღწევისთვის იქნებოდა ცუდი. ეს ვფიქრობ, რომ ყველა იმ პარტიისთვის, რომელსაც აქვს მიზანი, საქართველოს ევროპული დასავლური მომავალი და რეჟიმის ცვლილება, უნდა იყოს კარგი, იმიტომ რომ შედეგზე უფრო მეტად არის ეს ორიენტირებული. ეს არის ჩვენი ხედვა და ამიტომ პატივს ვცემთ სხვების გზასაც, ისევე როგორც მოვითხოვთ, რომ სხვებმაც პატივი ისცენ და ჯერჯერობით მე მგონი ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა. არა, პრობლემა არ გქონიათ, უბრალოდ მათ აქვთ განსაკუთრებით ლოიალურები არიან, მე ვთქვი კიდეც გიგა ბოკერიასთან თქვენს მიმართ ესეთი დამნდობი კომენტარები აქვს. დასანდობი რა გჭირს ამ დანაშაულს ჩავდივარ. დაკავშირებით პირდაპირ თქვა ხა გუშინ სალომე ზურაბიშვილმა, რომ მოღალატეობრივ პოლიტიკას ეწევიან, იმიტომ რომ ხან არ შევიდნენ პარლამენტში, მერე შევიდნენ, ეს რა თქმა უნდა თქვენ არ გეხებათ. ჩვენ არ გვეხება და მე არც ის გონია რომ ვიღაცა ჩვენს მიმართ ჩვენ რაიმე ლოიალურობას უნდა ვსაჭიროებდეთ. ჩვენ გვაქვს საერთო ბრძოლის გამოცდილებაც მათ შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანად ოპოზიციური ფლანგი, ის ენერგია, საპროტესტო ენერგია, რომელიც არსებობს საქართველოში, უნდა იყოს მიმართული ერთი მიზნისკენ, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისკენ. ჰიბრიდულ ომში ვართ, რომელსაც აწარმოებს რუსეთი ჩვენს ქვეყანაში რეჟიმის ხელით და ჰიბრიდული ცალცალკე რაღაცა საპროტესტო ენერგიის შეგროვებას, მობილიზებას, ცალცალკე ხომ არ მოახდენთ თქვენ, ლელო და ცალკე მაგალითად ეს ოპოზიციური ალიანსი. სწორედაც რომ იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება არის მრავალფეროვანი არის მათი გემოვნება და შეხედულებები მათ შორის, ის უნდა დაჯამდეს და მიმართული იქნეს მიზნის მიღწევისკენ. ანუ ბოლოს სადღაც მაინც ხვდებით. ბოლოს მიზანი ხომ ერთია, ჩვენ ხომ ვამბობთ რომ ოპოზიციურ ბრძოლაში ერთადერთი მიზანი არსებობს. ეს არის რეჟიმის ცვლილება. აი გეგმაზე საუბრობდა გიგა ბოკერია, ხო, რომ პროტესტის მუხტი უნდა გაიზარდოს და საბოლოო ჯამში უნდა მივაყენოთ ქართული ოცნება კედელთან და ვაიძულოთ, რომ შეიცვალოს ხელისუფლება. აი ამ პროცესში სათხედავთ თავს დანარჩენ ოპოზიციასთან. მოდი ასე დავყოთ. მაგალითები მოვიყვანოთ, ხო? მაგალითები მოვიყვანოთ. კი ბატონო, ანუ ერთად მოქმედება, ან მე არ მესმის ასე აქსიომად რატომ წარმოვაჩენ, თითქოს რაც ერთად დგომა უნდა იყოს აქსიომა და თუ ერთად არ ვდგავართ, მაშინ ჩვენ ძალას ვკარგავთ. პირიქით ჩვენ ვამბობთ, რომ ასე საერთო მიზნისკენ უფრო მეტი ძალით მოხდება ძალისხმევის მიმართვა, ხო? ძალისხმევა მიემართება იმისკენ, რომ საზოგადოების პროტესტი მათ შორის ანუ საზოგადოებაში არსებული ანტისარეჟიმო განწყობა
უნდა იყოს მიმართული ერთი მიზნისკენ. ამისთვის არსებობს კონსტიტუციური ფორმები, როგორც არის ქუჩის პროტესტი, აქციები, კონსტიტუციური და მშვიდობიანი, რომელსაც ყოველთვის ქუჩის მათთან ერთად ქუჩის პროტესტში მე ყოველთვის ვდგავარ, ლელო ყოველთვის იდგა, იყო პერიოდები, რა თქმა უნდა, როდესაც შეიძლება კონკრეტული არ გიშვებდნენ ესეთი რაღაცა არ ყოფილა, მე ყოველთვის თქვენს გამოჩენას ნახეთ კადრები არსებობს. ვიღაცეები იყო შეიძლება ესეთი განწყობები ზოგიერთ წარმომადგენელში, მაგრამ ეს არანაირად ჩვენს დამოკიდებულებას ქუჩის პროტესტის მიმართ არ ცვლიდა. მე ყოველთვის ვიდექი რუსთაველზე, ვდგავარ, ახლაც ყოველ შაბათს, ხვალაც იქნება შაბათს დიდი მარში, იქაც ვიდგები. ისევე როგორც ჩემი კოლეგები. იმიტომ რომ მიგვაჩნია რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმა ბრძოლის არის ქუჩის მშვიდობიანი აქციები. ასევე კონსტიტუციური ბრძოლის მეთოდი და მთავარი ჩემ წინა გამოსვლილიც ამბობდა, ხო, უნდა მივახციოთ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას, რეჟიმის ცვლილებას. არის ჩვენი პასუხისმგებლობა პარტიების, რომ ვიმუშაოთ ჩვენ საგარეო პარტნიორებთან და საგარეო პარტნიორებთან ქართული საზოგადოების სათქმელის მიტანა ზუსტად ისე როგორც აქვს ის ქართულ საზოგადოებას განსაზღვრული არის მნიშვნელოვანი და არანაირი წინააღმდეგობა არც აქამდე არ ყოფილა არც მომავალში არ იქნება. რამდენიმე შედეგი უკვე გამოიღო, ბოლო შედეგს თუ ვნახავთ, ეს არის სავიზო რეჟიმის ამოქმედება ოფიციალური პირებისთვის და დიპლომატიური პასპორტებისთვის, თუმცა უკვე ახლა არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს თვითონ მოქალაქეს, რომელიც გადაწყვეტს გადაკვეთოს შენგენის ქვეყნის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, მათ მებაჟეს ალბათ კონკრეტულად ის იგულისხმება, როგორც აღმსრულებელს უფლება აქვს განსაკუთრებულად შეამოწმოს და ითქვა კიდეც დღეს, რომ ეს არის წინარე ნაბიჯი და მომავალში დიდი ალბათობით ვიზო რეჟიმი გაუქმება საქართველოს ყველა მოქალაქეს. თქვენ ახლა შეკითხვა ისე დასვით, რომ თითქოს ჩვენმა მუშაობამ ჩვენ საგარეო პარტნიორებთან გამოიგო ის შედეგი, რომ საქართველოს მოქალაქეები უშუალო ყისიერი საფრთხის წინაშე დგანან, რომ დაკარგონ ვიზო მიმოსვლის პრივილეგია. არა, საქართველოს მოქალაქეებს გაურთულდათ. ეს არ არის ჩვენი მუშაობის შედეგი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ანტიეროვნული, ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგი. დავაზუსტოთ, იმიტომ რომ საზოგადოებამ შეიძლება ეს არასწორად გაიგოს. პირიქით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეს არ შეეხოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ჩვენს გამო კი არ შეეხო, ეს იმიტომ შეეხო, რომ ქართულმა ოცნებამ ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ, ჩვენ ყოველთვის ამას. ანუ გაქვთ რაიმე კონკრეტული გეგმა ეს მითხარ? არასდროს ჩვენს საგარეო კომუნიკაციაში ასეთი რამ არ თქმულა, რომ უვიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს და საქართველოს მოქალაქეებს ეს უნდა შეეხოს. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი. არ მაქვს მე ამის მტკიცებულება, რომ თქვენ პირადად, თუმცა ქართული ოცნება რომ იციან, ქართული ოცნება ბევრ რამეს ამბობს. ბრიუსელის ასე ვთქვათ, კაბინეტს ამკრულებდნენ ევროკავშირს, რომ მოკლედ ასეთი სანქციები მიიღო საქართველოსთან მიმართებაში. გავიგე, მაგრამ ფაქტი არის უკვე შემდგარი. მოდი ამ ფაქტიდან გამომდინარე გამოვიდეთ. ამ ფაქტს შევაფასებ, უბრალოდ მე დავაზუსტე, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს მუშაობასთან, საგარეო პარტნიორებთან, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ მიუხედავად ქართული ოცნების მავნებლური ნაბიჯებისა, საქართველოს მოქალაქეები არ გაზარალებული იყვნენ ამის გამო. არ გაითვალისწინა ეს თქვენი მოთხოვნა სურვილი. ევროკომისია, რა თქმა უნდა, როდესაც აფასებს ქვეყნის ამ შემთხვევაში ფაქტობრივი ხელისუფალი ხომ არის ქართული ოცნება, ამას ხო არავინ უარყოფს, ლეგიტიმაციის საკითხზე ხო არ ვსაუბრობ. ქართული ოცნება არის პასუხისმგებელი, როგორც მმართველი ძალა იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოხვეს პერსონალურად მათთვისაც და ქვეყნისთვისაც სამწუხაროდ. ევროკავშირმა განუსაზღვრა, მისცა შანსი ამ რეჟიმს მათ შორის 9 პუნქტი განუსაზღვრა იმისთვის, რომ ვადაც განუსაზღვრა 31 აგვისტომდე გადაედგა ნაბიჯები, რომელიც არაფერს განსაკუთრებულს კი არ წარმოადგენს. პირიქით, ელემენტარული საბაზისო პირობები უნდა შექმნილიყო იმისთვის, რომ რაც გააფუჭეს
საწყის ნიშნულზე დააბრუნეთო, რაღაცა განსაკუთრებულ მიღწევებს კი არ თხოვდა. რეპრესიული კანონმდებლობის შეჩერებას თხოვდა, პოლიტიკური რეპრესიების შეჩერებას თხოვდა. გახსოვს ხო, ეს ზაფხულში იყო ძალიან დიდი აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით. რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ? არაფერი. პირიქით, არაფერი არა. მან ბევრი რამ გააკეთა არათუ გასაუმჯობესებლად, არამედ იმის გასაუმჯობესებლადაც ბოლო თვეების განმავლობაში. შესაბამისად, პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ მათ ეკისრებათ, იმიტომ რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან არ არის რაღაცა ჩვეულებრივი უფლება. ეს არის განსაკუთრებული პრივილეგია. აკისრებს, რა თქმა უნდა, ევროკომისია ეს ყველაფერი ნათქვამია. ანუ მათი არგუმენტები მოყვანილია მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მე სხვა რამ გკითხეთ, ანუ მაშინ გამოდის, რომ თქვენი თხოვნა არ იქნა გაზიარებული და დღეს სანქციის საფრთხის ქვეშ დგას საქართველოს თითოეული მოქალაქე. გიგაბოკერიასთანაც მქონდა ეს შეკითხვა და თქვენთანაც დავსვა, მათ შორის ისინი, ვინც ქართული ოცნების პოლიტიკის აშკარა ღია რა ვიცი მოწინააღმდეგეები არიან. ხო, მათ ხომ გაუჩენს ეს ძალიან დიდ უსამართლობის განცდას, რომ მათ რით დაიმსახურეს, რომ მოყვნენ აი ამ სასანქციო წნეხში ქართული ოცნების წევრებთან ერთად. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირი არის ამხელა ორგანიზაცია, გაერთიანება, რომელსაც აქვს თავისი სტანდარტები და თავისი პოლიტიკა. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობა, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ზოგიერთ ქვეყანას, რომ ისარგებლოს იმ სიკეთეებითა და პრივილეგიებით, რომელსაც თავაზობს ევროკავშირი, მაგრამ ამისთვის სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს მინიმალური სტანდარტები. თავის დროზე, როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ ეს იყო ძალიან დიდი დამსახურება ქართველი ხალხის ბრძოლისა, უამრავი შანსი მიეცა ქართულ ოცნებას ამ შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო ნაბიჯებზე პასუხისმგებელ ძალას, რომ ეს მინიმალური სტანდარტი შეენარჩუნებინა. ოღონდ ვინმეს თხოვნის გამო, ლამაზი თვალების გამო, ეს ასეთ დონეზე ნუ დავიყვანთ ამ საკითხს, რომ აი, ჩემი ხათრით და მეზობელმა ვიღაცას თხოვა, ესე არ ხდება საერთაშორისო ურთიერთობებში. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ გვჩაგრავს რეჟიმი, როდესაც დგამს ანტიდასავლურ ნაბიჯებს, როდესაც ახალისებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს, აქვს ღიად მტრული დამოკიდებულება ევროკავშირთან, მათ შორის დიპლომატებთან, უშუალოდ ევროკავშირის მოქმედებთანაც, მის წინამორბედთანაც, პერსონალურ თავდასხმებს და იერიშებს რო ახორციელებს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როდესაც რაღაცა თავისი პოპულისტური მიზნებით პროპაგანდისტულ ბოღმას ანთხევს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, როდესაც ამდენ შანსს გაძლევენ, აქ ადამიანური ურთიერთობის დონეზე არ წყდება ეს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც უნდოდა ევროკავშირში შესვლა 28 ნოემბერს განაცხადეს, რომ ეს პროცესი შეჩერებულია და იმის მერე ქვებს ესვრიან ევროკავშირს. სამწუხაროდ დააყენეს ქართული საზოგადოება ამ საფრთხის ქვეშ. თავის დროზე ერთსაც ვიტყვი ბოდიში და დავასრულებ, სწორედ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის დაიწყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება და შემდეგ გავრცელდა საქართველოს ყველა მოქალაქეზე და ახლაც სამწუხაროდ ისევ საბედნიეროდ იმ შემთხვევაში, რომ ისევ შეეხება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს, ანუ რეჟიმის წარმომადგენლებს და იმედი მაქვს, რომ არ დასრულდება იმავე უკუსვლით და საქართველოს მოქალაქეებს ეს არ შეეხება. მადლობა გიორგი სიორიძეს, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ ამერიკა ისრაელის ომს ირანის წინააღმდეგ სწორედ ამ თემას შევეხებით. საერთოდ Washington Post-ის ინფორმაციით რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის ინფორმაციას აწვდის. მოკლედ ამ და სხვა ახალი ამბებით გიბრუნდებით რამდენიმე წუთში. გადაცემა 60 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. ამერიკა ისრაელის ომს ირანთან ერთდროულად რამდენიმე მიზანი აქვს.
რეჟიმის ცვლილება და ირანის სარაკეტო და ბირთვული პოტენციალის განადგურება. სწორედ ამ მიზნების მიღწევაზეა დამოკიდებული ომის დასასრული, რადგან დიპლომატიური მოლაპარაკების რესურსი ფაქტობრივად არ არსებობს. ღია წყაროებით არ არის ცნობილი ირანის სარაკეტო წარმოების შესაძლებლობის შესახებ, თუმცა ისრაელის დაზვერვა ბევრს მუშაობდა და მათ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ირანს უნდა ჰქონდეს დაახლოებით საშუალო სიშორის 2500-3000 ბალისტიკური რაკეტა, რომელთა სამოქმედო რადიუსი დაახლოებით 1000-დან 3000 კილომეტრამდეა და საფრთხეს უქმნით მათ შორის ისრაელს. ტრამპის მტკიცებით, ირანმა ამ 6 დღის განმავლობაში დაახლოებით რაკეტების 60 და გამშვები მოწყობილობების 64% დაკარგა. ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსი კი იმუქრება, რომ მტრის პოზიციებზე თავდასხმებს გააძლიერებენ და გააფართოებენ, როგორი იქნება ომის შემდგომი ფაზა. სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობ ჩვენი გადაცემის შემდეგ სტუმრებთან ერთად. ირაკლი ლექვინაძე, სამხედრო ექსპერტი, მინდა წარმოგიდგინოთ, გიორგი ანთაძე, GeoCases მკვლევარი. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და აი ამ გადაცემის მსვლელობისას მოგვისწრო ინფორმაციამ, რომელსაც ექსკლუზიურად ტელეკომპანია იმედი ავრცელებს, რომ ამ წუთებში sapარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი პენტაგონში იმყოფება, ნიკოლოზ სამხარაძეზეა საუბარი და ის ხვდება ომის მდივნის პიტ ჰექსეტის მოადგილეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში დანიელ ზიმერმანს. ბატონო გიორგი, თქვენგან დავიწყებ, აი რას შეიძლება უკავშირდება, ჩვენ როგორც ვიცოდით ოფიციალურად ეს სადეპუტატთა ვიზიტი, სადეპუტატო ვიზიტი ორდღიანი იყო, 4 და 5 მარტს მოიცავდა. რას შეიძლება ნიშნავდეს სამხარაძის და აი ამ ასე ვთქვათ, ომის საკითხებში ერთ-ერთი წარმომადგენელი პირის შეხვედრა. რა შეიძლება უკავშირდებოდეს? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბუნებრივია ყველაზე ლოგიკური, ხა რაც შეიძლება ადამიანმა ამ სიტუაციაში იფიქროს, აი რა თქმა უნდა, ირანში მიმდინარე მოვლენების კონტექსტი, სავარაუდოდ, მით უმეტეს პენტაგონში, როდესაც იმართება შეხვედრა და თუ ეს ინფორმაცია ალბათ მართალია, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით იქნება საუბარი. საქართველოს როლზე, ჭრილში, რეგიონის ჭრილში, საქართველოს ადგილზე შესაძლოა განხილული იყოს ის რისკები და საფრთხები, რომელიც არის და რას მოელის ამერიკის მხარე ქართული, ასე ვთქვათ, მხარისაგან ამ მიმართულებით. შეიძლება იყოს კონკრეტული გზავნილებით, რომელიც უნდა ჩამოიტანოს ნიკოლოზ სამხარაძემ უმაღლეს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ქვეყანაში. და ალბათ ზირთად ეს საკითხები იქნება განხილვა. დანარჩენი ხა ამაზე, ასე ვთქვათ, შეგვიძლია აი ამ საფრთხეებზე ვისაუბროთ საქართველოსთან მიმართებაში და თუნდაც გაზდის საფრთხეებს გულისხმობთ? ხო, საფრთხეებზე და იმ მოლოდინებზე, რა მოლოდინები შეიძლება ქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ვითარებაში საქართველოსგან. ხო, ახლა უშუალოდ გაზდის საფრთხეებზე რა საუბარი, რაღაცა სპეკულაცია იქნებოდეს, არავინ არ ვიცით, იქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რაღაცა გაზდილი საფრთხე გველოდება თუ არა, თუ უბრალოდ ზოგადი კონტექსტი და ის საჭიროებებია განხილვისაგანი, რაც ზოგადად ესეთ სიტუაციაში ხდება ხოლმე. არ მინდა ეხლა ზედმეტი რაღაცა კომენტარები გავაკეთო ინფორმაციის გარეშე უსაფუძვლო ან რაღაცა შიშის საბაბი გაუჩინო ვინმეს ან დავზაფრო, ესე ვთქვათ, მაყურებელი, დაველოდოთ, იმედი მაქვს, რომ ორივე მხრისგან იქნება მინიმუმ ქართული მხარე განმარტავს, რა საკითხები იყო განხილული. მაგრამ ზოგადად, რა თქმა უნდა, ასეთ გლობალურ დაპირისპირებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ნებისმიერი საფრთხის რისკი მატულობს და ქვეყნის ვალდებულება სწორედ იმაშია, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოს საკუთარი მოსახლეობა. კი ბატონო, ირაკლისთან გადავალ, ტრამპის ბოლო განცხადებით ირანთან დანებების გარდა სხვა არაფერზე მოლაპარაკება არ იქნებაო, როგორც ის თავად ამბობს. ანუ შეგვიძლია თუ არა ვთქვათ უკვე, რომ აი გადაწყვეტილება მიღებულია ამერიკასა და ისრაელს შორის, რომ კაპიტულაციის და რეჟიმის დასრულების გარდა სხვა არცეთ ომის ფინალს ისინი არ შეეგუებიან. გულწრფელად გითხრათ, ახალ წელს მარალაგოში ერთი კვირით რო ჩავიდა ნეტანიაჰუ ტრამპთან, ფიქრობ მაშინ უკვე შეთანხმდნენ მაგ საკითხს. ანუ ეს ყველაფერი შირმა იყო მოლაპარაკებები და დროის გაყვანა იმისთვის, რომ
შესაბამისი ძალების კონცენტრაცია მოეფინათ, ჩემი აზრით, იქვე გადაწყდა, რომ წელს ეს რეჟიმი უნდა ან შეიცვალოს, ან დაემხოს. სხვაობა იმაშია, რომ შეცვლა არის, როდესაც ჩემთვის სასურველი რეჟიმი ცვლი, დამხობა არის მაგალითად ისიც, როდესაც, პრაქტიკულად ახლა ხამეინი ასე ვთქვათ, ლიკვიდირებულია, მის მემკვიდრესაც სავარაუდოდ თუ არ მოეწონება და განაცხადა დღეს ტრამპმა, რომ არ მოუწონს მისი შვილია და მე უნდა შემითანხმონო, ვინ იქნება? მე უნდა შემითანხმონო, მის ვისაც არ დანიშნავენ, თუ ეს არ იქნება მისაღები ისრაელისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, როგორც მაგალითად აღმოჩნდა დელსი როდრიგესი ვენესუელაში და თუ არ შეთანხმდნენ იქ ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე მარტო არა, რაკეტების წარმოების პროგრამის შეჩერებაზე, პროქსების მხარდაჭერის შეჩერებაზე და მე ვიტყოდი ნავთობის საკითხზეც, რომელიც აგრეთვე ტრამპს ტრადიციულად ძალიან, ასე ვთქვათ, აწუხებს ხოლმე და ლობირებს, ასე ვთქვათ, თავის სპონსორებს პოლიტიკურს. კი ბატონო, თუმცა რასაც ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში, თითქოს რჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება ერთმანეთის სარაკეტო შესაძლებლობებით, რა ვიცი, დატოლება? შეიძლება ასე ითქვას, ანუ აქამდე დადის საკითხი, ვისაც უფრო მალე გამოელევა სარაკეტო შეიარაღება მარაგში, იმან შეიძლება დათმოს პოზიციები? ეჭვგარეშეა, რომ ამერიკას ირანი მაგ თვალსაზრისით ვერ გაეჯიბრება, უკვე დაეტყვა პირველივე დღიდან გაცილებით მეტი ისროლა და მეორე, მესამე, მეოთხე და სულ მცირდება რაოდენობა ბალისტიკური რაკეტების, რომელის გასროლასაც ახერხებს. ახლა ნადგურდება ფიზიკურად ათობით და ასობით ვიდეო იდება, როგორ ნადგურდება ეს მობილური გამშვები დანადგარები და მაგის გარდა ახლა უნდა ალბათ ვენდოთ სიტყვაზე, როცა ამბობენ, რომ საწყობებს მიწისქვეშა დაცულ, ასე ვთქვათ, ანგარებში განთავსებულ, ასე ვთქვათ, საწყობებს ამ ბალისტიკური რაკეტებისას ანადგურებ ბალისტიკური რაკეტების და შაჰედების აი ცნობილი კამიკაძე დრონების. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, რომ ირანი რამოდენიმე კვირის განმავლობაში ამაცროლას შეძლებდა. შეიძლება ახლა ისეც მოხდეს, რომ დაუშვათ რამოდენიმე თვის მერეც მოახერხოს, თუ აი ეს რეჟიმი, ასე ვთქვათ, არ შეიცვალა და იქ წინააღმდეგობა რაღაც დონეზე გაგრძელდა, რაღაცა კანტიკუნდად მერეც შეიძლება ის რომ უნდა, ასე ვთქვათ, ტერორისტული საფრთხე შექმნან ამ მხრივ რეგიონში, მაგრამ მე ვარაუდობ, რომ 2-3 კვირაში, მაქსიმუმ 3-4 კვირაში ეს აქტიური ფაზა ამ ოპერაციის დასრულდება, ანუ ეს ინტენსიურობა დაბომბვების, საჰაერო დაბომბვების ამერიკის და ისრაელის მხრიდან იკლებს, გაჩერდება და გამოაცხადებენ, რომ დაასრულეს ამ ეტაპზე ოპერაცია. ფიქრობ, რომ შედეგად დიდი წილია მარაგისა, რომელიც აქვთ და იმ საწარმოებისა, რომლითაც აწარმოებენ ამ რაკეტებს და დრონებს, გაუნადგურებენ ამასობაში. მე იმ ერთ კვირას, რომელსაც იღებენ, რომ აი პლუს მინუს ის არის იმითი განპირობებული, რომ მე შეხედავენ ჩემი აზრით, ჩემი პროგნოზით, რომ გაიღვიძა თუ არა შიგნით ირანში აი საპროტესტო მიტინგი, რომელმაც შესაძლოა, რომ აი სწორედ რეჟიმის უკვე ცვლილება გამოიწვიოს. თუ ეს არ მოხდა, მაშინ არის კიდე ერთი ნაბიჯი, რომელიც შეუძლიათ და შედარებით სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე მოწყვლადი არის ეს ნავთობის და გაზის, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურა, მათი ასე ვთქვათ, მოპოვების, გადამუშავების და შემდეგ ტრანსპორტირების და ეს ჰაბი რო არის ხარკის კუნძულზე და რაღაც მაგის დაბომბვას არაფერი არ უნდა. მაგის დაბომბვით უბრალოდ იცით რა ხდება, ირანის ეკონომიკა ზარალდება თავის მშვიდობიანი და ყველა მოსახლეობა, მათ შორის პროტესტანტი მოსახლეობიანად და თანაც ისეთი პირობები იქნება, რომ მაგის მერე რეჟიმი თუ შეიცვალა, ის რეჟიმი უცებ ვეღარ დაასტაბილურებს ვითარებას, იმიტომ რომ ფინანსური შემოსავალი ხო უნდა 90 მილიონიან ქვეყანას ყვება უნდა, იგივე მძალონებს თუ გადმოიბირებენ და დაუშვათ ისა იმას მერე დაფინანსება უნდა. ეს ყველაფერი ბიუჯეტში შედის ძირითადი, ანუ ირანის ბიუჯეტი საზრდოობს, მათ შორის ის რაღაც მეორადი თქვა სოფლის მეურნეობას და ისიც იმიტომ ცოცხლობს, რომ ეს ნავთობის და გაზიდან შეძდით ფული, მიუხედავად სანქციებისა და ყველაფრისა და ეხლა ამ იმას თუ მოუსწრობენ რაღაცნაირად გაწირავენ მუდმივ ყოველ შემთხვევაში ძალიან ხანგრძლივ სიღარიბეზე და სავარაუდო დიდ ქაოსზე და რაღაც ერთ დიდ სირიად იქცევა. ეს ეხლა
ცუდი სცენარია სინამდვილეში, იმიტომ რომ ხა თავისთავად სირია, როდესაც რამდენი წლის განმავლობაში იყო იქ სამოქალაქო ომი, თვითონ გახდა რაღაცნაირი ინკუბატორი და გენერირებას ახდენდა რაღაც 1000 ისლამური რაღაცა რადიკალური დაჯგუფებების, რომლებიც ტერორისტულ აქტებს აწყობდნენ სხვადასხვა ადგილას სოფლიოში, შიგნით იყო გაუთავებელი სისხლისღვრა. ეს არავის არ უნდა, რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტი იქნება, რომ რეჟიმი შეიცვალოს დემოკრატიულით, სეკულარულით, რომელიც დაალაგებს ურთიერთობებს ისრაელთან, დასავლეთთან, მეზობელ არაბულ ქვეყნებთან და იმასთან არა. რა ვიცი ხა მაგის შანსი სიმართლე გითხრათ ამ ეტაპზე ისეთია რა ძალიან არ ჩანს რომ დიდი შანსია მაგისი ამ წუთას მიმდინარეობს დაბომბვა ეს დაბომბვა სავარაუდოდ როგორც გითხრეს მინიმუმ 3 კვირა კიდე და შეიძლება 4-5 კვირაც გაგრძელდეს ამის შემდეგ აი გამოჩნდება რაღაცა კონტურები შემდეგ ირანში როგორ ლაგდება ასე ვთქვათ სიტუაცია. ირაკლი დაგიბრუნდებით აუცილებლად გიორგისთან მინდა გადავიდე შეკითხოთ. Washington Post-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის აწვდის მოკლედ სადაზვერვო ინფორმაციას. თუ ეს ამბავი და ინფორმაცია დადასტურდა, შესაძლებელია თუ არა ტრამპმა შეიცვალოს უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება. დიდი ალბათობით მართალი იქნება და ალბათ ჩინური მხარე ერთ-ერთი რაც შეუძლიათ ყველაზე მარტივად გააკეთოს მისმა ყოფილმა თუ მოქმედმა ასე ვთქვათ მოკავშირეებმა ირანს გულისხმობ რუსეთს და ჩინეთს ეს არის კიბერსიციაში დახმარება, ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით დახმარება და აი ჯერ კიდევ პროტესტების დროს იყო საუბარი, მაშინ გავცედა ინფორმაცია, ხო? ჩინეთი დაეხმარა, თქვათ, ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით იმისთვის, რომ თქვათ ის საინფორმაციო სივრცე მაქსიმალურად ჩაეხშოთ. ეს დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტ გავლენას გამორიცხულია, რომ ახდენდეს. ეს რისკი არის აწონილი და მისაღები რისკი არის ამ ოპერაციის დაწყების წინ, ეს არ არის ეგრეთ წოდებული game changer და ვერანაირად ვერ იქცევა. როდესაც ეს ოპერატიული გეგმა დგებოდა ამ კამპანიის დაწყებისას, დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვეულებრივი კომპონენტი, რომელიც ამოქმედებოდა ამერიკის მხრიდან იქნებოდა გათვალისწინებული. რაც შეეხება ახლა ცვლილებას, მე არ მგონია რომ ტრამპი შეიცვლის ამის გამო რუსეთთან დამოკიდებულებას, იმიტომ რომ მისი ამერიკის პოლიტიკა, მე ამაზე ხშირად მისაუბრია, ჩემი სუბიექტური აზრით, უფრო დიდ პრიზმაში არის აგებული რუსეთთან მიმართებაში. ჩინეთთან დაპირისპირების კონტექსტში, ამიტომ ეს ვერ იქნება ის საბაბი, რაც რადიკალურად შეცვლის ჩემი აზრით დამოკიდებულებას. კავკასიურ საფრთხეებზე მინდა ვისაუბროთ ირაკლი. ანუ რატომ და მეც გავცე პასუხი ამ აუცილებლად, რა თქმა უნდა. ნუ პრინციპში პირველ კითხვაზე რომელიც გიორგის დაუსვით, იმაშიც ვეთანხმები, რომ ეს მასშტაბიდან გამომდინარე პოლიტიკური ასე ვთქვათ წონიდან გამომდინარე შეხვედრის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ხდება პენტაგონში, ანუ ირანზეა ტექნიკური შეხვედრა და პოლიტიკური საკითხები არ ხდება. აი რა შეიძლება, რა საკითხები შეიძლება განიხილებოდეს? აი შეგიძლიათ რომ ხოლმე ამას ვიტყოდი, მეც არ დავაზუსტებდი ტექნიკური საკითხები, ანუ მაქსიმუმ კიდე რაღაცა მესიჯი მოაქვს, მაგრამ თუ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეიძლება ამაზე აქცენტი გაკეთება, მითხარით და აღარ ჩაგეწია. რამე აღიარების ან რაღაც სისტემა არა. ცალსახად შემიძლია თქვა, მაგაზე იქ საუბარი არის, სულ და ტექნიკური რაღაცა თემა არის და იმდენად დაბალი დონის შეხვედრა არის. ეხლა რაც შეეხება მეორე შეკითხვას, რომელსაც გიორგი მიპასუხა, მანდაც ვეთანხმებ, უბრალოდ რისი დაზუსტება მინდა, იცით, რაღაც შიდა პოლიტიკა ამ ტრამპის ადმინისტრაციის მერე ისე აირია, ხა მაგალითად ტულსი გაბარდი ყავს დაზვერვის შეფად დანიშნული, რომელიც როგორ გითხრათ 2020 წელს აი ზუსტად იმ დღეს დავდე ამოვიღე არქივებიდან, აცხადებდა რომ ესე ტრამპი უნდა შევაჩეროთ, რომელიც აპირებს ირანთან ომს, რაღაც აი გეგონება დღეს და ჩაწერილი არის, ოღონდ აი აბსოლუტურად გამოდის აი ოპოზიციური იმიდან, აი აკრიტიკებს რომ აი ტრამპს ესე იგი უნდა ომი რაღაცა და ისე გავაჩეროთ. საერთოდ ოდიოზური ფიგურა იყო მაგის დანიშვნა ცალკე ამბავი. წარმოიდგინეთ ახლა ანუ შიგნით არის სერიოზული დაპირისპირება, ეს ინფორმაცია რომ დაზვერვამ ეს მიაწოდა ტრამპს, ეს ვინ გამოიტანა და ვინ ასე ვთქვათ გააკეთა ეგრეთ წოდებული სლივი რუსულად ეძახენა რაღაც განზრა გაჟონა ეს ინფორმაცია კიდე გასარკვევია, ანუ რატო ვიძახე იცით ტრამპს არ უნდა რუსეთთან ყველაფრის ფასად, ყველაფერზე თვალს ხუჭავს და არ აფუჭებს ურთიერთობას. ყოველ შემთხვევაში საჯაროდ სულ აი მეგობარს უწოდებს, თქვათ იგივე ზელენსკისგან განსხვავებით თავის მეგობარს უწოდებს და რომ კარგი ურთიერთობა პუტინთან, ანუ
ვიცით რა არის მე დარწმუნებული ვარ რომ ამას აკეთებს რუსეთი დადასტურებული ფაქტია რომ რუსეთი ავღანეთის კამპანიის დროს ფულს უხდიდა იმისთვის რომ თალიბებს ამერიკელები მოეკლათ ანუ ის მტრად აღიქვას ზოგადად დასავლეთს და პირველ რიგში შეერთებულ შტატებს და რაღაცა ცუდებს სულ ყოველთვის რომ ცდილობს რომ საქმე გაუფუჭოს და გაურთულოს მაგაში ორი აზრი არ არსებობს იმდენად ირანის მხარდასაჭერად არა რამდენადაც რომ ამერიკას გაურთულოს ვითარება ასე რომ მაგაში დარწმუნებული ვარ მაგრამ იმაში არა ვარ არანაირად და შეუძლებელია მაგის პროგნოზის გაკეთება როდის შეტრიალდება ასე ვთქვათ 180 გრადუსით ტრამპის პოლიტიკა უშუალოდ რუსეთის მიმართ ჯერჯერობით ну აი ეს რაღაცა ეხა ამ წუთას გადართულები არიან ირანზე რატომ ესროლა აზერბაიჯანს იცით რა არის აზერბაიჯანთან სინამდვილეში დიდი ხნის დაძაბული ურთიერთობა აქვს ხო მაგრამ შემდეგ ეს ურთიერთობა დალაგდა რაღაცნაირად დალაგდა ვერ ვიტყვი ზუსტად მაგიტო ჩაფრინდა ეს პრეზიდენტი მე რომელიც გზაში დაიღუპა და სხვათა შორის რაღაცა ხა სპეკულაცია იქნება ჩემი მხრიდან რაღაც მაგრამ ну საეჭო ну როგორ გითხრათ ხა საეჭო გარემოებაში ხო ну ხა შეუმფრენი გამართული უნდა იყოს ყველა ვარიანტში და რაღაც უსაფრთხო მარშრუტით უნდა დაფრინავდეს ისეთ ამინჩი რომ პრეზიდენტის ბორტია რა ბოლო და ხა ესე პრეზიდენტი არ უნდა იღუპებოდეს სამხელა ქვეყნის რა ცოტა საეჭოა ხო და ზოგადად როგორ გითხრათ აქვთ რა დაძაბულობა მიუხედავად იმისა რომ ცთარია ის აზრი თითქოს ის ანუ ირანელებს ეჭვი აქვთ რომ აზერბაიჯანელებმა ხო და არა აი ეგ არის დაზიანეს ხო არა სხვა რაღაცას ვიძახი იცით არის ეგეთი ზოგიერთს ესე გონია რომ ირანში ცხოვრობს რაღაც 18-დან 20 მილიონამდე ასე ვთქვათ ეთნიკური აზერბაიჯანელი რომელიც რაღაც ერთი სულიად როდის შეუერთებიან ხო და ეგრე არ არის ეგ არის არასწორი წარმოდგენა ეს მართალი ჯგუფი აზერბაიჯანულია მართალი ჯგუფი აზერბაიჯანელი ანუ ეთნიკურად მართლაც აზერბაიჯანელები არიან მაგრამ ისინი იმ სახელმწიფოს მოქალაქეებად აღიქვამენ თავს და არ აქვთ აბსოლუტურად ისა რომ ყოველ შემთხვევაში ახლა ამ ისტორიულ ეტაპზე ეგეთი რაღაცა განწყობები იქ აბსოლუტურად არ არის რომ ერთადერთი სადაც შეიძლება სეპარატისტული იყოს ქურთებზე უფრო მეტად ბელუჯისტანში და იმაში ხო ქურთებიც უფრო ავტონომიას ითხოვენ ვიდრე დამოუკიდებლობას აღმოსავლეთში მან ყოველ შემთხვევაში ანუ გარსხვევებით იქ ერაყელი და სირიელი ქურთებისგან ხო და რატო ვიძახი ანუ ეს სხვა მიზეზები აქვს ამ ირანთან დაპირისპირება ხა მოგეხსენებათ ირანიც შიიტურია ესა იდეაში ბევრი საერთო უნდა გქონდეთ თუმცა ეხა აზერბაიჯანი სეკულარული ქვეყანაა ავტორიტარული სეკულარული ქვეყანაა სომხეთთან უფრო მეტი ასე ვთქვათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ტრადიციულად აი დამოუკიდებლობის მოპოვების მერე ირანელებს ვიდრე აზერბაიჯანელებთან და ბოლო დროს აი რაც ეს ყარაბაღზე კონტროლი აღადგინეს კიდე უფრო დაეძაბათ იმიტომ რომ რაღაცა ძლიერი ის გამოჩნდა რა რაღაც რეგიონში რაღაცა რომელიც მათ ასე ვთქვათ ჰეგემონიას მაშობა ну ხა ვერ ვიტყვი რომ მაგათმა დააყენეს ეჭქვეშ მაგრამ ну რაღაც დაძაბულობები აქვს რეალურად იქ რაღაც მეძე კაშხლების შენებლობაზე წყნარი წყლის გაყოფის და რაღაც ეგეთები რომელიც წყნარი წყალი სხვა შორის ძალიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ირანში უმწოვესი კრიზისია და ამიტომ მააქვს ეს ამიტომ იყო რომ აზერბაიჯანმა მეგონი სამეზობლოში პირველმა განალაგა საკუთარი ჯარები ირანთან არსებულ საზღვარზე და მაგრამ გამოაცხადა მზადყოფნა მაგრამ დაბომბვას ეს მაინც ვერ ხსნის იმიტომ რომ დაბომბვა მე მგონი რაღაცის გამო შურზიება იყო. ეხლა მე ვიცით რა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მეზობელი ქვეყანაა, რომელთანაც კეთილი ურთიერთობით ასე ვთქვათ ვუფრთხილდებით ამ კეთილ ურთიერთობას და არ მინდა აზერბაიჯანს რაღაცა ისეთი დავაბრალო დაუშვათ, მაგრამ აზერბაიჯანმა კაფიოდ განაცხადა ჩვენგან არ დაბომბავენ ირანს ამერიკელები, მაგრამ იცით სწორედ დარტყმაზე იყო საუბარი და არა სხვა ტიპის მოქმედებებზე. მაგალითად, ჩემთვის რაღაცა არ არის, მე არ გამოვრიცხავ იმას, როგორც არის სამხედრო საქმის შეხედულმა, რომ იქ იყვნენ სამაშველო ჯგუფები, რომელიც დაუშვათ შესაძლო პილოტის ჩამოგდების შემთხვევაში იქიდან მათ საევაკუაციოდ ან სპეცდანიშნულების ჯგუფები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან მოქმედებენ. აი ეგეთ რაღაცას არ გამოვრიცხავ. ირანისთვის ეგეც მტრულად აღქმული თემა არის. მეორე კიდე ირანი რაზეც ძალიან ეჭვიანობს და რატომაც წამოიწია ბაქო ჯერიხანის თემა, იმიტომ რომ
აზერბაიჯანი არის ჯერ ესეთიც მისი რა ქვია ისრაელის შეიარაღების ძალიან მსხვილი შემწყიდველი, ძალიან, ანუ ერთ-ერთი აი რა ინდოეთის ლომის წელი ებრაული შეიარაღება. ფარტობრივად გარდამტეხი ეტაპი თავის დროზე შესყიდვები რო დაიწყა აზერბაიჯანის ფეცერო დანაიყო ებრაულება იყო. კი, აზერბაიჯანმა ინვესტიცია განახორციელა მათ იმაში და ისრაელმა აზერბაიჯანში. ხო, ბოდიში, აზერბაიჯანმა ისრაელში. ხო და რაზე ვიძახი და აზერბაიჯანი რითი უხდის? მარტო ქეშით არა, ისინი უხდიან ნავთობით, ანუ ნავთობის დიდი ნაწილი, აი ბაქო-ჯეიხანი თურქეთის გავლით, მერე იტვირთება იქ და გადადის მიდის, ანუ ისრაელი მოიხმარს დიდწილად, ну, რა ვიცი, ხო 80%-ით 70% არის აზერბაიჯანული ნავთობი. აი, ახლა საბრძოლო მოქმედებების დროს საწვავს და იმას დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო, იგივე ავიაციისთვის, იმისთვის, ახლა რა თქმა უნდა, ისრაელის სხვა მიმდევრებს მომარაგდება. ამიტომ არსებობს მაგრამ არსებობს, აი მე ვფიქრობ იმისთვის იყო დარტყმა რა რაღაცა. თან ახლა ისეთი იყო, რომ აი გაფრთხილება იყო ერთგვარი სიმბოლური, ხო. იმიტომ რომ აზერბაიჯანი ხარ ანტკიცებს, ნუ ახლა ალბათ რახან ამბობენ შეიძლება თან გამოძიება მოითხოვა ალიევმა, თან იმასაც ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ რადარების მონაცემები გვაქვს. გამოძიების ჭრილს ეს ნიშნავს, რომ შენ მოგაწვდი, შენ თუ გამოძიებას იწყებ, მოგაწვდი რადარის მონაცემებს, რომ შენგან მოფრინდა ეს. ხა ვინის როლა ეს ერთადერთი მინდოდა დამემატებინა. მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამატებით, იმიტომ რომ გუშინ ამერიკის საგარეო ურთიერთობების საბჭოში გუშინ წინ უბრალოდ იყო ისეთი პანელური დისკუსია, რომელშიც წარმოდგენილი იყო ელბრიჯ კოლბი, რომელიც არის ჰექსეტის მრჩეველი და მთავარი, ასე ვთქვათ, იდეოლოგი წყალებში იმ სტრატეგიული ხედვების და დოკუმენტის, რაც ამერიკამ შეიმუშავა და საინტერესო მომენტი იყო, რომ ძალიან დიდი აუდიტორიის წინაშე მოდერატორმა უთხრა, თქვენო აქ ამერიკაში გეძახიანო ამ სტრატეგიის მამას, რომლის განხორციელებასაც ახლა ირანში ჩვენ უყურებთ, რომლის საბოლოო მიზანი არის ჩინეთის შეკავება. ანუ ეს ახლა რა თქმა უნდა იქ იუმორისტულ სტილში გადაიტანეს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ლოგიკა, რაც ამ მოვლენების უკან უნდა დავინახოთ, რომ რატო ირანი, ხო, მარტო ებრაული ამოცანა არ არის, თქვათ, რეჟიმი თუ შეიცვალა, ხო ძალიან კარგი. ის ჩამოთვლილი რაზეც ირაკლი ბწყინვალეთი საუბრა, ხო? მიზნები რაც აქვს. სამხედრო სამრეწველო კომპლექსის განადგურება, პროქსები, ბირთვული პროგრამა, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს დიდ მასშტაბში, გლობალურ მასშტაბში, ჩვენ ხო რაზე ვსაუბრობ ბოლო 5 წელი აქტიურად, რომ ეს ავტოკრატიული ღერძი თან გუშინვე ამავე საუბარში ხაზგასმით იყო, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უპრეცედენტოდ გაძლიერდნენ ავტოკრატები. აი პირდაპირ ამ ტექსტით. და ეს ღერძი 4 სახელმწიფოსი, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი, ჩინეთი და ირანი არყევს თელ დანარჩენ მსოფლიოს და ჩვენ დასავლურ ცივილიზაციას და დემოკრატიას უკვე არაერთი ათწლეული არის. ამაზე ხაზგასმა. შემდეგი ვიქნებით ჩვენ. ათწლეულში იგულისხმობდა მათ შორის ისიც, რომ ფინანსური და სხვა ჰიბრიდული გავლენებით ევროპაც ძალიან შეფერთხილი ყავს რუსეთს აი ამ წლების განმავლობაში და ფაქტობრივად გაზის ჯიბეში ესვა გერმანია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ეს ყველაფერი ესე ბუკეტში შეკრულ უხეშად რო თქვა, არის გააზრებული და დანახული და ჩვენ ვიქნებით ის ადმინისტრაცია, რომელიც დაიწყებს აი ამ ერთობის რღვევასო და ირანთან ის მიმართ დარტყმები ამ ყველაფრის გარდა ურტყავს ჩინეთს, იმიტომ რომ ირანული ნავთობი ეს ერთი გზისა და სარტყლის პროექტი, რომელიც ირანისკენ მიდიოდა იმ საზღვაო ბლოკადის, ასე ვთქვათ, საპირწონეთ ჩინეთის სახმელეთო დერეფას, რაც ანვითარებდა, ეს ყველაფერი ჯამში აი ამ ავტოკრატების ერთობას ურტყამს და არყევს. და ამ ჭრილში არის ეს პირველ რიგში დასანახი. კი ბატონო, საქართველოს როგორ შეეხება ეს რაღაცა დიდი გადანაწილების, არ ვიცი, საომარი თეატრი, ხო, რომელიც საკმაოდ ფართოდ არის ახლა გაშლილი და კიდევ უფრო მეტ ქვეყანას ემუქრება ჩართულობით და თქვენ ახსენეთ კიდეც რომ მიზანი არის სწორედ ავტოკრატიული რეჟიმების შესუსტება თუ მთლიანად არ ვიცი განადგურება არა ეს რისკებს 100%-იან გარანტიებს ესეთი მასშტაბის საბრძოლო მოქმედებების დროს თუნდაც რომ რაღაცა სამხედრო ტექნიკური მიზეზით გზაბნეული რაღაც აქეთ არ წამოვა ამას ვერანვერ რაღაც რა შეიძლება წამოვიდეს ანუ დრონი აქცეს იქაც კიდე რაღაცა მოგეს ესეთი ინციდენტი შეიძლება მოხდეს ეხლა მე პირადად არ მჯერა დიდათ არ მგონია რომ დამიზნებით საქართველოს ან სომხეთის ტერიტორიაზე ირანმა თქვათ ისრაელის ან ამერიკის ზაბნეული დრონი როგორ შეიძლება შემოვიდეს საქართველოს საჰაერო სივრცეში ხო ჩამოვარდა ეგეთი მაგალითი ხო ორიდან მე მგონი ორჯერ იყო ეგეთი შემთხვევა ნუ ერთი განადგურებით ვიცი ერთი კახეთში რო ჩამოვარდა ეხლა რაღაც ეს შეიძლება მოხდეს ეს უბრალოდ თავარი პრობლემა იმაშია რომ
მე რამდენჯერმე ვისაუბრე ჩვენი ჯერ საქართველოს ინიციატივის ფარგლებში, რომ საერთოდ რო არაფერი არ გაქვს ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის უნარიანობისა და საჰაერო თავდაცვის კუთხით, რომ მოწყვლადები ვარ და ჩვენი მშვიდობა სინამდვილეზე ოჩოფეხებზე რო დგას, რომელიც მაკრატით შეიძლება ვიღაცამ გადაჭრას, ეს არის რეალობა, რომელიც უნდა გვესმოდეს ყველას. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ და რაღაცა გავაკეთოთ, როცა ამის საშუალება იქნება, ანუ ჯერ კიდევ არის რაიმეს გაკეთების დრო, მოსწრებადია ეს საკითხი. მე ერთი კონკრეტული მექანიზმი, რაც ყველაზე სწრაფი არის ერთ-ერთი ვახსენე, ეს არის ასეთ შემთხვევაში, ვისაც შეუძლია საქართველოს უსაფრთხოების უცებ სწრაფად ასე თქვათ გადაზღვევა, ეს არის თურქეთი. თურქეთს აქვს მაგალითად ავია გამანადგურებები, რომელიც შეიძლება მონიტორინგის თვალსაჩინო პერიოდულად. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე მაგან კარგად მახსოვს წლების განმავლობაში მსგავსი მექანიზმის შემუშავებაზე იყო საუბრები ქართულ და მაგალითად თურქულ ხარისხს შორის. მაგრამ ნუ ეს ვერასოდეს ვერ გავიდა ფინალში. იმიტომ რომ ქართულ ჩვენ ხა არ გვაქვს ეს საშუალებები. ყველაზე სწრაფად აზერბაიჯანელებთან ერთად ის რომ ინფორმაცია გავრცელდეს, რომ მოგვეწოდეს რომ რაღაც აქეთ მოდის, ის რაღაცა პრევენციის მექანიზმები შეიძლება რომ ელემენტარულად ქართულმა მხარემ თუნდაც ფული გადაიხადოს იმაში, რომ პერიოდულად მონიტორინგი ხდებოდეს და რაღაც რა თურქული მაგალითად ბორტები ხანდახან ადიოდნენ საში და ამონიტორებდნენ აი ამ სივრცეს ჩვენს გარშემო. ეს არის აბსოლუტურად მიღწევადი. დაგეხმარო სივრცის გაკონტროლებაში და მონიტორინგში. ამას პოლიტიკური ნება უნდა, მოლაპარაკება უნდა და ორი მხარეს ხარის კომუნიკაცია. ამაზე სწრაფი არ ვიცი, აი ირაკლის. ხო, ირაკლის სამხედრო თვალსა რა შეიძლება გააკეთო, უცებ არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ჯერ ჩვენ შიგნით უნდა დავულაგდეთ, საერთოდ ახლა ისეთ რაღაც მდგომარეობაში ვიმყოფებით, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლებას ლეგიტიმურად არ აღიარებს. ის მეორე, რასაც უნდა სიჯიუტად რაღაცების ჯინაზე აკეთებს, მავნებლობს უკვე არა მარტო თვითგადარჩენის და რაღაც ხელისუფლების შენარჩუნების ინსტინქტით, არამედ აი უბრალოდ ჯინაზე აკეთებს რაღაცებს და აფუჭებს და ეხლა ამ ვითარებაში მაგაზენის ჯელობა თურქეთი ჯობია თუ სხვა რაღაც რეგიონალური პარტნიორობა ჯობია თუ უფრო ძლიერი მოკავშირეების ძებნა და რაღაცა ეგ ისეთი სამჯელო თემა აი აკადემიური და მართლა პროფესიონალებს შორის და რაღაცა და ეხლა მაქამდე მივალთ რო ჯერ არ ვიცი უბრალოდ ყველა სწრაფი რა შეიძლება გააკეთო ხო ნუ მასე ბევრი რაღაც შეიძლება კიდევ ვარიანტები ზოგადად იცით რა ირანიდან გამომდინარე იმდენაირი ტიპის საფრთხე შეიძლება დაგვიდგეს ჰუმანიტარული მაგალითად ხო რავი დევნილები ისა ტერორისტული საფრთხე 1000 რა აი ბევრი ძალიან ბევრი სეგმენტი გააჩნია თითოეულზე შეიძლება რაღაცა ნუ აი ძალიან ისე იმსჯელო თანაც ნუ ამაზე უნდა იმსჯელონ პროფესიონალებმა ეხა ცოტა სატელევიზიო სხვა შორის აი ამაზე საჯაროდ მსჯელობა ვარაუდების გამოთქმა შესაძლო როგორ თქვა თავდასხმის ობიექტების დასახელება რაღაცა საკმაოდ მტრულად აღიქვა ქართულმა ოცნებამ და ისინი ამბობენ რომ ეს არის რაღაც ანტისახელმწიფოებრივი მოღალატეობრივი პირდაპირ ნიშნავს მათთვის რაღაცა ობიექტების მონიშნება ანუ იყო საუბარი იგივე ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენზე იყო ასევე საუბარი თითქოს და ამერიკის საელჩოზე საქართველოში ანუ აი ასეთ თემებზე ასე ღიად საუბარი რამდენად არ ვიცი მიზანშეწონილია თუნდაც ამ რას უნდა აკეთებდნენ ამ დარგის ადამიანები საერთოდ რისთვის არსებობენ საერთოდ რომ მშვიდობის დროს რო ლაპარაკობთ აგერ ილაკი მე ერთმანეთს აღარ ვიცი რამდენი წელია ვიცნობთ ამ ზუსტად მილიტარისტული ასე ვთქვათ ინტერესებიდან გამომდინარე 20 წელია თუ 15 წელია იმას ვიძახი მე მაგალითად მეგობრები ხანდახან მეხუმრებიან ხოლმე ომიგელია დაუკითხავთ მოდის ხო ეს ფრაზა მაქვს აკეთებული მშვიდობის დროს რო საუბრობთ ამდენი წელი რომ არ გვაქვს, უნდა ვემზადოთ, რომ კრიზისი ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს და არ ვიცი რა, არაფერს არ ვაკეთეთ, რომ ყველაზე სუსტი რგოლი ვართ რეგიონში. ეხა ვართ ფაქტის წინაშე. აღარც ამაზე აღარ ვისაუბროთ, არ გამოდის. ქართული ოცნება უბრალოდ ამას აგიქვას, როგორც მისი აი ამ უძულორობის ჩემი გადმოსახედიდან უსაფრთხოების დარგში. ყველაზე სუსტი წერტილია სინამდვილეში. ქართული ოცნების რეალურად აი ესე პროფესიულად რომ დავჯდეთ და ვინმე შეყვეს ამ საუბარში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარე ხელისუფლების შეიძლება მასთან ვთქვათ სამართლიანობასთან ერთად რაც შეიძლება სახელმწიფო ცხოვრებაში იყოს. ამიტომ აქ ვართ ახლა ეს რეალობა გვაქვს. უბრალოდ ჩვენ როგორც ყველა საქართველოს მოქალაქეს დღეს უნდა გქონდეს უმთავრესი ამოცანა, რომ უზრუნველყოთ უსაფრთხოება. და ამიტომ ვიძახი რომ რა ვარიანტები არის ამისთვის სწრაფად და ჩემის აზრით ახლა მესმის ეს ლეგიტიმაციის და ის საკითხის მინდა მაგაზე პატარა კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ესე დროს უსაფრთხოების საკითხი
მაინც წინა პლანზე გამოდის ჩემი გადმოსახედიდან მე ესე უყურებ თუმცა მნიშვნელოვანი არის მოქალაქეების და დაცვა ერთიც მინდა ვკითხო ირაკლი სამ თქვენ თქვით რომ აი შესაძლებელია რაღაცა დრონების შემოფრენა საქართველოს ტერიტორიაზე და ეს რისკები უნდა დასოშობად ვცნოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ აი წარმოვიდგინოთ ამ ვითარებაში ყველაზე კარგი საიმედო სიტუაცია როდესაც მართლაც თურქეთმა შეისმინა ჩვენი და გვეხმარება ჩვენი საჰაერო სივრცის გაკონტროლებაში და მოგვაწოდა ინფორმაცია რომ არსებობს რისკი საქართველოში ირანული დრონების შემოფრენის. მე რას ვაკეთებთ? გვაქვს შესაბამისი ასე ვთქვათ საპასუხო რეაქციის გაუვნებელყოფის შესაძლებლობა, იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცით, უკრაინელებსაც კი დასჭირდათ გადამზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისათვის რომ რუსეთიდან მომავალი შაჰიდები მოეგერიოს. ეს თავის დროზე ხა უკრაინა ახლა მაგ თვალსაზრისით მსოფლიოში ლიდერია უპირობოთან და არის კიდეც საუბრები რომ მიაწოდოს ყურის ქვეყნებს ახლა ყურეში არაბულ ქვეყნებს რა ვიცი 100 მილიარდი აქვს დახარჯული საჰაერო თავდაცვაში მაგრამ სხვა შორის აი იქ არის ცოტა ესეთი კაზუსი რომ აი იაფიან ამ დრონების გადაჭერა უჭირთ იმიტომ რომ ანუ სიმრავლე ანუ რაოდენობაში აქვს ცოტა სამაგერად მაღალხარისხიანი ძალიან ძვირადღირებული საზენიტო კომპლექსები აქვს და ბალისტიკურებს უფრო იოლად უჭერენ. ისიც რა ხა მარტო შემთხვევით შემოფრენაზე არ ვამბობ. ახლა მაგალითად ომანი დაბომბეს, ომანი რომელიც იყო შუამავალი მოლაპარაკებებში ომანის რუსულ ნავთობს ამუშავებენ და ომანის ესე იგი საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლო წუთამდე სანამ დაბომბვა მოხდებოდა აცხადებდა რომ ესე ისრაელის ეს პირველი პრევენციული ეგრეთ წოდებული პრევენციული დარტყმა მან იგი აცხადებდა რომ მოლაპარაკებები გადასარევად მიდის რომ არ არის ომის საშიშროება ანუ ცდილობდა ყველანაირად რომ ეს არ მომხდარიყო ეს ისა და ეხლა მაგას რო ესროლეს მაგაში მე სიმართლე გითხრა მართლა ვეღარანაირ ლოგიკას ვერ ყარკვედა იმიტომ რომ იქ არანაირ ამერიკული ის არ არის აი არ ვიცი რა ეგენი წვდებიან რავი აღმოსავლეთ ევროპასაც და საით გაისვრიან პრინციპში მეც ნაკლებ სავარაუდო მგონია ჩვენ და სომხეთის ქვეშ მაგრამ აი ვერაფერს ვერ გამორიცხავ რა ეხა ეგენი არის სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ცდილობენ ყველაზე ზეწოლა მოახდინონ რომ იმ ყველამ მერე ერთობლივად მოახდინოს ამერიკის შეერთებულ შტატებზე და იმაზე ზეწოლა რომ გააჩერონ ეს ხოდა კაცმა არ იცის რას მოიმოქმედებენ ამ ხრივ ეხა ტექნიკურად ხო ნუ როგორ გითხრათ ძალიან სუსტად მომზადებული ვართ არაფერი მონიტორინგიც დიდად არ გვიშველის ანუ არ ვიცი მაგ ხრივ ეხა უნდა ვიფიქროთ ხოლმე, როცა აი ეს ძალიან კარგი პერიოდი, როცა გვაქვს აი ეს მშვიდობის სწორი პოლიტიკი თუ არასწორი პოლიტიკით, უბრალოდ ღმერთის წყალობით გვაქვს ხოლმე მშვიდობა, მაშინ უნდა ვემზადოთ ომისთვის და ომისთვის მზადება არ არის ომის დაწყების სურვილი, პირიქით. ეს მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ირაკლი ლექვინაძეს, გიორგი ანთაძეს და ვიდრე დაგემშვიდობებოდე სხვა შეხს მინდოდა ამ თემას შევხებოდი სტუმრებთან და რატომღაც გამომრჩა. მოკლედ კომუნიკაციების კომისიამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედია პლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას და ამის გამო და ამის გათვალისწინებით მედია გარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე აუცილებლად მიიჩნია კომუნიკაციების კომისიამ, რომ მომდევნო კვირიდან პრაქტიკაში ამოქმედოს მაუწყებლობის შესახებ კანონითა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი ნორმები. თუ კი ამ დარღვევას აღმოაჩენს კომისია მაუწყებლებში, პირველ ჯერზე არის გაფრთხილება, მეორე ჯერზე არის ჯარიმა და შემდეგ უკვე ლიცენზიის შეჩერება. ნუ ცოტა რთულად გასაგები არის ამ კანონის ამოქმედების მიზეზი ახლა, მაგრამ კიდევ უფრო რთულად გასაგები არის მაგალითად ის, რომ კანონი, რომელიც პარლამენტის მიერ არის მიღებული, მისი ძალაში შესვლა და ამოქმედება დამოკიდებულია თუნდაც მარეგულირებლის, რომელიმე უწყების, არ ვიცი, ნებაზე, განწყობაზე, სურვილზე
აი, ჩემთვის მაგალითად ასეთი პარალელი შემიძლია დავინახო, მუდმივად შედის ხოლმე კანონში ცვლილებები საგზაო მოძრაობის შესახებ, ხომ? ხან სიჩქარის გადაჭარბებაზე მკაცრდება ჯარიმები, რა ვიცი, ღვედის არ გაკეთებაზე და გამოუყენებლობაზე, ტელეფონით საუბარს და ასე შემდეგ. აი, წარმოვიდგინოთ, რომ კანონი მიღებულია, გამკაცრებულია და მისი აღსრულება, ანუ კანონდამრღვევი მძღოლის გაჩერება და შემდეგ მისი დაჯარიმება და ადმინისტრაციულ პასუხისმგებაში მიცემა დამოკიდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროზე. როცა უნდათ ამ კანონს აღასრულებენ, როცა უნდა მიაძინებენ. რა ვიცი, იქნება ამასაც გაგვცეთ პასუხი. დროებით.